პირველ რიგში, როგორც ყოველთვის, მადლობა მობრძანებისთვის, ინტერესისთვის მეცნიერების მიმართ. მადლობა კიდევ ერთხელ. ეს არის ჩემი სერია, ციკლი ლექციების, რომელიც დღეს უკვე მე-6-ია. მე-6 ასე ვთქვათ, სერია დავარქვათ, მე-6 ლექცია. და მინდა ყოველთვის ესე ვიწყებ ხოლმე. მეცნიერება არის ფუნდამენტური კატეგორია. რატომ მეცნიერება? ალბერტ აინშტაინის ძალიან ცნობილი გამონათქვამი არის, მის ერთ-ერთ შრომაში არის. იმიტომ რომ ყველაზე მშვენიერი გამოცდილება იდუმალის ძიება, როგორც წესი. და ამას სწორედ მეცნიერება და ხელოვნება ახორციელებს. და ამ შემთხვევაში მეცნიერებაზე მაქვს აქცენტი. ეს მართლაც არის ერთ-ერთი დიდი, ჩემი აზრით, ულამაზესი რამ. ხას უსაო. საერთოდ არ არის საჭირო იცოდეთ, აპირებდეთ გახდეთ მეცნიერი, მაგრამ უნდა იცოდეთ, რატომ არის მეცნიერება საჭირო. ჩვენს გარშემო არის ყველაფერი მეცნიერებიდან წამოსული, რაც კი ჩვენს გარშემო არის ტექნოლოგია, ყველაფერი, რასაც თქვენ ყოველ წუთში იყენებთ, სმარტფონი და ასე შემდეგ. ეს არის ოდესღაც ძალიან დიდი გენიალური ტვინების ნამუშევარი, მაგერ თუნდაც ფარადეის კანონი. ფარადეი როცა იგონებდა თავის კანონს, რომლის წყალობითაც ჩვენ გვაქვს ელექტროენერგია, არავინ არ ფიქრობდა, ვინმეს რომ ჩაეტარებინა ბაზრის კვლევა, ეტყოდნენ რომ არა ხარ საჭირო, მაგრამ იქ ეყოთ ჭკუა და ასეთ სისულელებს არ ამბობდნენ ამ შემთხვევაში ფიზიკის მიმართ. ხო, მოკლედ დღეს ეს მე-6 ლექციაა, ბოლო იქნება უკვე, ხედავთ რაც. დღეს მინდა ვილაპარაკო აქამდე ვლაპარაკობდი ობიექტებზე, რომლებიც მეტნაკლებად აღმოჩენილია. ან თითქმის ეჭვი არ გვეპარება, მაგალითად მიკროშავი ხვრელები პირდაპირ აღმოჩენილი არ არის, მაგრამ რიგი მიზეზები არსებობს, რის გამოც ვერ ვპოულობთ ადვილად. მაგრამ დღეს მინდა ვილაპარაკო ისეთ ობიექტთა კლასზე სავარაუდოდ, რომელიც არ აღმოგვიჩენია თეორიულადაც გარკვეული, ნახავთ ახლა, პრობლემები გააჩნია, რა ობიექტია ეს, მაგრამ არის უაღრესად საინტერესო. ეს არის ეგრეთ წოდებული ჭიის ხვრელი. ჭიის ხვრელი, ეს არის რაღაც გარკვეულწილად სამყარო, რომ მოკეცოთ, ამაზე უფრო დეტალებშიც შევეცდები რომ შევიდე, მაგრამ ისე მარტივად თითებზე რო აგიხსნათ, რა არის, რა ხილია ეს. მოკლედ, ყველაფერი იწყება აი ამ პატარა ბავშვიდან. ნავის თუ გეცნობათ. დიახ, ცოტა ხანში გახდა ესეთი ყველა მის. და აინშტაინმა ძალიან საინტერესო ნაბიჯი გადადგა, ეს არ იყო უბრალოდ ნაბიჯი, ეს იყო მისი მრავალწლიანი შრომის შედეგი. ჩამოაყალიბა სპეციალური და ზოგადი ფარდობითობის თეორიები. და ზოგადი ფარდობითობის თეორია არის სხვაგვარად ვიზახით ხოლმე გრავიტაციის თეორიას. მან თქვა, რომ ის რაც ჩვენ მიჩვეული ვართ, ახლა მე რომ ვდგავარ და დედამიწა მიზიდავს და ამის წყალობით ჩვენ დავდივართ დედამიწაზე, ხო? მან თქვა, რომ დედამიწა ჩვენ გვიზიდავს არა იმიტომ, რომ არსებობს პირდაპირ გაგებით ძალა. ძალა ეს არის უფრო ილუზია. ასე გვეჩვენება. წარმოიდგინეთ ბურთი. ბურთის ზედაპირ, წარმოიდგინეთ არსებები, რომლებიც არიან ორგანზომილებიანები და ცხოვრობენ სიფრთხეზე. შორებ ტყელა ესეთ იმაზე ცხოვრობენ. და თქვათ, ისინი მიჩვეულნი არიან, ისინი მიხვდნენ, რომ დაუშვათ არსებობს მათ ყავთ თავიანთი ორგანზომილებიანი პითაგორა. ბრტყელი პითაგორა. და იმ პითაგორამ თავისი გეომეტრია შექმნა და იციან, რომ თუ ერთ კათედს გავავლებ აქეთ, მეორეს აქეთ, ჰიპოთენუზე ყოველთვის თუ კათედებს გავზდი, ჰიპოთენუზე ყოველთვის იზრდება. თქვათ, განვითარდნენ საკმაოდ, შექმნეს ხომალდები, ერთი გაუშვეს ასე და მეორე ისე. და ისინი დარწმუნებული არიან, რომ ხომალდები ყოველთვის დაცილდებიან ერთმანეთს. მაგრამ თუ სინამდვილეში აღმოჩნდება, რომ მათი სამყარო არის არა ბრტყელი სიფრთხე, არამედ გამრუდებული სიფრთხე, მაშინ ეს ორი მერიდიანი ერთმანეთს რაღაც ეტაპზე შეხვდება. ეხლა როგორ იფიქრებენ ისინი? ისინი იფიქრებენ, ესე იგი ჩვენ შორის არსებობდა მიზიდულობის ძალა, ამის გამო ჩვენი ხომალდები ერთმანეთს დაეჯახა თუ რაც არის, დაუახლოვდა ერთმანეთს. ეს არის ფაქტიურად რეალურად გრავიტაცია. გრავიტაციული ძალა არის ბჭყალებში ფიქტიური ძალა დავარქვათ, მთავარი მიზეზი არის სივრცის და არა მარტო დროის ასევე გამრუდება.
ანუ რას კარგი ანალოგია, ბადე რო აიღოთ და მძიმე ტვირთი დადოთ, აი როგორც ჩაიზნიქება, აი თითქოს და ეს ბადე რომ იყოს ანალოგი სივრცის აი სივრცის, ამ შემთხვევაში ორგანზომილებიანი სიბრტყეა, ეს იყოს მოდი სრული სივრცე და რაც უფრო მძიმეა ტვირთი, მით უფრო ჩაიზნიქება, სხვა შორის შავი ხვრელისთვის იქნება უბრალოდ ჩვეულებრივი, ანუ გაწყვეტავს იმას, რა ქვია, ბოლომდე ჩაჭრის და მოკლედ კარგი ანალოგია იმ ხრივ რომ თქვენ რომ აი მძიმე ტვირთი დადოთ და მის გარშემო პატარა ბურთი აგოროთ, ბადეზე ჰამაკშიც კი დაიწყებს ისტრიალს, ანუ ისეთივე ეფექტი ექნება, რასაც ჩვენ აი ჩვეულებრივ ძალებით რომ დაგვეთვალა ან გაგვიანგარიშებინა, ან მოგვეფიქრებინა, ნუ როგორ მოძრაობენ პლანეტები ცენტრალური, თქვათ, ძალიან ძლიერი გრავიტაციის მქონე, თქვა ამ შემთხვევაში მზის გარშემო ტრიალებთ ჩვენ. მოკლედ. ხო და ის განტოლებები, რომელიც აინშტაინმა მიიღო, ამ განტოლებებს ძალიან უცნაური ამონახსნები გააჩნიათ. ასევე. მისი ერთი ძალიან კარგი მეგობარი როზენი, მათემატიკოსი, მან ამოხსნა აინშტაინის, ამას ქვია აინშტაინ-როზენის ხიდი. და აქედან დაიწყო ახალი ეპოპეა. მან ამოხსნა და ძალიან უცნაური შედეგი მიიღო. ეს მაინც ამოვწერე ეს მეტრიკა, რომ ჩანდეს რა გამოსახულებებზე არის ლაპარაკი. არ არის მნიშვნელობა არ აქვს ამას, რას, ანუ რამდენად გესმით, არ გესმით, არც არის საჭირო, უბრალოდ მოკლედ გეტყვით, რომ სინამდვილეს ჩვენი სამყარო არის ორგანზომილებიანი. იქიდან 3 არის სივრცე და 1 არის დრო. ჯამში არის ოთხგანზომილებიანი. აი ამ ოთხგანზომილებიან სივრცეში მანძილის, ნუ მეტრიკა ქვია, მაგრამ მანძილის განმარტება, განზოგადებული განმარტება არის ეს და ეს არის უმნიშვნელოვანესი სიდიდე, რომელსაც ფიზიკოსები ვიყენებთ. მაგრამ ეს უბრალოდ მოვიტანე, ხშირად მომყავს ხოლმე რაღაც ფორმულები, რომელიც რაღაც მიმაჩნია, რომ რაღაც გარკვეულ სილამაზეს შეიცავენ და თუ ამ სილამაზეს გრძნობთ მართლა კარგად, ესე იგი, ნუ ფიზიკა თქვენია მართლა. მინიმუმ ისეთ დონეზე, სენტიმენტალურ დონეზე რომ მიკითხოთ წიგნები, უყუროთ ვიდეოებს, ფილმებს, რა ვიცი, პოდკასტებს და ასე შემდეგ. ხო და მოკლედ, აინშტაინმა და როზენმა, ამას ქვია აინშტაინ-როზენის ხიდი, ანუ აინშტაინ-როზენის ამონახსენი ქვია, ძალიან უცნაური ამონახსენი მიიღეს. ეხლა რაში მდგომარეობდა ეს ამონახსენი? ეს ამონახსენი მდგომარეობდა იმაში, რომ თითქოს უშველებელი სამყარო, რაღაც რამხელაც არის, მაშინ ჯერ არ იცოდნენ დეტალები როგორია რამხელა სამყარო, ის რომ ფართოვდება და მაგრამ რამხელაც არ უნდა იყოს, თურმე შეიძლება ისე იყოს ეს სამყარო ამ სამყაროში ის თქვათ მექანიკური, ფიზიკური და ყველა მოვლენები ისე მიდიოდეს, რომ ძალიან უცნაურად გამოიყურებოდეს. მათ შორის ეს სამყარო არ არის განსხვავებული ჩვენი სამყაროსგან. ჩვენ სამყაროში შეიძლება გვხდებოდეს ასეთი ობიექტები, რომლებიც აი ამ ამონახსნებს, თქვათ, ამ ამონახსნების შედეგია. ესე იგი ამონახსნები არის არც მეტი არც ნაკლები რაღაც ფუნდამენტური განტოლებებიდან, რომელიც აინშტაინმა დაწერა, აინშტაინის განტოლებები ქვია. იმის ამონახსნები და ესე იგი თუ განტოლებები სწორია, სხვა შორის დღემდე მოწმდება აინშტაინის თეორია, ფარდობითობის თეორია. დღემდე მოწმდება ყოველ ჯერზე სხვადასხვა მეთოდებით, ასტრონომიული მეთოდებით. და ნუ ჯერჯერობით გადახრა არ გვიპოვია, პირიქით უფრო და უფრო ზუსტდება ის, ანუ ჩვენი რწმენაც, რომ ეს განტოლებები მართლაც სწორია. და ამავე დროს ძალიან უცნაური ამონახსნებიც გვეძლევა ხელთ მათემატიკოსებისგან, აი როგორც როზენი იყო ან სხვებისგან, რაღაც ძალიან საინტერესო რაღაცეები, რომელიც პრინციპში, ნუ რა ვიცი, უცნაური არის, ეს რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურია. მოდი ახლა გადავიდეთ უშუალოდ რამდენად უცნაური. რა ობიექტია ეს? ფიზიკის კანონებს ახასიათებთ ძალიან საინტერესო სიმეტრია. სიმეტრია ქვია რაღაც გარკვეული კანონზომიერება. თქვენ რომ იგივე აინშტაინის განტოლებებში, ამ შემთხვევაში აინშტაინის განტოლებებზე ვლაპარაკობ, მაგრამ სხვაგანაც. თქვენ რომ ადგენთ და დროს მიმართულება შეუცვალოთ, თქვათ, ყველა მის დრო აღინიშნება ხოლმე ფიზიკაში T-ასოთი, მათემატიკაშიც. და T-ს დააწეროთ -T და შეიტანოთ ფორმულებში. არაფერი არ იცვლება. ამას ქვია დროითი სიმეტრია. აღმოჩნდა რომ ამ სიმეტრიის გამო თურმე შეიძლება არსებობდეს ამონახსნები, რასაც ჩვენ ვუწოდებთ შავხროლებს და როცა ეს ამონახსნები აღმოაჩინეს თავის დროზე, ანუ ამონახსენი, მაშინ წინა საუკუნის მე რო სტუდენტი ვიყავი და სწავლობდი, ჯერ კიდევ იყო კითხვის ნიშანი, არსებობენ შავი ხროლები თუ არა. მარტო ამონახსნის დონეზე იყო, რომ ხო, უნდა არსებობდნენ, ალბათ. თან ყველა ამატებდა სავარაუდოდ. დღეს უკვე ვიცით, რომ შავი ხროლები არსებობენ. მაგალითად, დამტკიცდა, რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში არის 4 მილიონი მზის მასის მქონე შავი ხვრელი.
ყველა ვარსკვლავი ჩვენ galaktikაში ტრიალებს ამ შავი ხვრელის გარშემო, მათ შორის ჩვენც ვართ იმ შავი ხვრელის სატელიტი. ხო და უცნაური ის არის, რომ ამ განტოლებებში კიდევ უცნაური ამონახსენი მიიღეს თავის დროზე, ეგრეთ წოდებული თეთრი ხვრელები. რა განსხვავებაა? შავი ხვრელი თუ არის ერთგვარი სანაგვე ყუთი, სადაც ყველაფერი იყრება. თეთრი ხვრელი არის პირიქით, საიდანაც ყველაფერი ამოდის. არაფერი არ ეწინააღმდეგება იმას, რომ თეთრი ხვრელი არ უნდა არსებობდეს. და ხო დღეს რითიც დავიწყე ფაქტიურად საუბარი, დავიწყე იმით, რომ ფაქტობრივად, ესე იგი, მე უნდა ვილაპარაკო ისეთ ობიექტებზე, რომელიც ჯერ არ აღმოგვიჩენია, მაგრამ ისიც დავამატოთ, რომ გავიხსენოთ, გახსოვდეს, რომ ცოტა ხნის წინ შავი ხვრელებიც არ იყო აღმოჩენილი და ნუ მაინც ჰიპოთეზის დონეზე იყო. ამიტომ ჰიპოთეზები არის ის, რაზეც მეცნიერება დგას და ეს არის აუცილებელი რამ. მაშასე ესე იგი, არსებობს თეთრი ხვრელის ამონახსენი. ესე კიდევ ერთხელ, როგორი ობიექტია, რა ობიექტია თეთრი ხვრელი? აქ რომ იყოს, რა იქნებოდა ეს? ნუ მარტივად რო ვთქვათ, ვერაფერს ვერ ჩააგდებდი შიგნით. ან სრული ანტიპოდია შავი ხვრელის. შავი ხვრელიდან თუ ვერაფერს ვერ ამოიტან, ნუ ესე ცოტა ბრბილად ვიტყვი ჭყალებში, მაგრამ მაინც ამოიტან, მაგრამ ნუ პირდაპირ გაგებით ვერა. იქ ჰოკინგის გამოსხივება და რაღაცაა. ამაზე ვილაპარაკე სხვა შორის წინებზე. მაგრამ აი და თეთრ ხვრელში ვერაფერს ვერ ჩადებ. ზუსტად ისეთივე წარმატებით ვერ ჩადებ, როგორც წარმატებითაც ვერ ამოიღებ შავი ხვრელიდან ვერაფერს, ხო? ხო და მოკლედ. თუ არსებობს შავი ხვრელი, ნაგვის ყუთი ეგრეთ წოდებული და თუ არსებობს ეს რაღაც უცნაური რაღაც სიფონი, საიდანაც ყველაფერი ამოდის გარეთ, თეთრი ხვრელი, ამ ორის ერთმანეთთან შეერთებით, ანუ ძალიან ის ვიზუალურად თუ წარმოიდგინოთ, რომ ანუ რატო არ შეიძლება რომ შევაერთო შავი ხვრელი, თეთრი ხვრელი რაღაც მილით და მაშინ ძალიან უცნაური ობიექტი გამოვა ეს. ეს გამოვა, იმას დავარქვათ ჭიის ხვრელი, აი ჭია რო ჭამს წიგნს და ფურცლებს რო ჭამს ყველას და ყველა ფურცელში რომ არის გასული, აი რატო არ შეიძლება ასეთი რამე მივიღოთ? ანუ მივიღოთ ნიშნავს რას, რომ თუ ესე იგი სივრცე გამრუდებულია, ანუ თუ სივრცის გამრუდებას უშვებს ჩვენი სამყარო, მაშინ ძალიან საინტერესო რამე გამოვა, რომ მე შემიძლია თურმე ძალიან შორეული უბნიდან სამყაროსი, ძალიან შორეულ უბანში, ანუ ერთი უბნიდან მეორეში, აი მოდი, სპეციალურად წამოვიღე, ალბათ ყველას დაგიხატავთ რავი სკოლაში, ღერძები x და y. თქვათ მოდი აქ გადავზომოთ x და y ღერძზე იყოს გადაზომილი დრო. აქ იყოს გადაზომილი სივრცე, აქ იყოს გადაზომილი დრო. დავუშვათ. მაქვს ძალიან შორი ორი ობიექტი. ერთი იმყოფება აქ, ამ კოორდინატზე, პირობითად რო ვთქვათ. და მეორე სადღაც აი აქ. და მინდა მათი დაკავშირება. ახლა მათი დაკავშირება რას ნიშნავს? თქვათ ამათ შორის მანძილი არის დაუშვათ 100 მილიონი სინათლის წელი. ანუ მე რომ ვიფრინო ხომალდით რომლის სიჩქარე არის სინათლის სიჩქარესთან ძალიან ახლოს, მაშინაც კი მომიწევს 100 მილიონი წელი ლოდინი. ანუ მე ვერ მოვესწრები ცხადია. ესე პირობითად რო ვთქვათ რა. თლათ ეგრე არ არის ბოლომდე, მაგრამ ნუ მე ვინ, მე თუ მოგზაურობ მოვესწრება, თუ დედამიწიდან მიყურებენ შანსი არ არის 100 მილიონი წელი გავა დედამიწაზე. მაგრამ აღმოჩნდა რომ აინშტაინ-როზენის ხიდის ტიპის ობიექტები თუ სამყაროში არსებობენ, მე შემიძლია ეს ფურცელი მოვკეცო, ანუ ფურცელი სამყაროა და პირდაპირ აი ავდგე და თქვათ ერთი სამყაროდან მეორეში პირდაპირ გავძვრე ამ პატარა რაღაც ხვრელის მეშვეობით. სხვა შორის კიდევ სხვა ადგილიდან შეიძლება ეს რამდენიმე ადგილზე გავაკეთო ესეთი ჭიის ხვრელი, ანუ სამყაროში პირობითად და რამდენიმე ადგილზე გავძვრე. ანუ ესეთი ხიდი თუ სამყაროში არსებობს ძალიან უცნაური, ძალიან საინტერესო რაღაცების მომსწრეები უნდა ვიყოთ მაშინ ჩვენ. უნდა ვხედავდეთ, ანუ ადვილი არ არის აღმოჩენა, მაგრამ არაფერი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაფერი არ ეწინააღმდეგება ასეთი ამონახსნების არსებობას. თეორიულად. ხო? მაგრამ როცა ამას ამბობენ ხოლმე სიტყვა თეორიულად, რაღაცნაირად კნინობითი გამოდის ხოლმე, რაღაც თეორიული, ესე იგი პრაქტიკული არ არის. აქამდე რასაც გელაპარაკებოდით, შავი ხვრელები, იქ სხვა ობიექტები, შავ ხვრელებამდე ნაწინასწარმეტყველები, ნავარაუდები იყო, უნდა არსებობდნენ, მე მქონდა ამაზე ლექცია, თეთრი ჯუჯები, უნდა არსებობდნენ ნეიტრონული ვარსკვლავები, ანუ თეორიულად იყო ნავარაუდები. აღმოჩენილია
თეთრი ჯუჯებიც, აღმოჩენილია ნეიტრონული ვარსკვლავებიც, აღმოჩენილია შავი ხვრელებიც. და დარჩა ეს ობიექტები. აი ეს ძალიან საინტერესო ობიექტი, როგორიც არის ჭიის ხვრელი. მაშას ესე იგი ჭიის ხვრელი თუ უცნაურია ძალიან. ნახეთ 100 მილიონი წლის სინათლის წლის მანძილი შემიძლია გავიარო ისე, რომ გადავდგა ერთი ნაბიჯი პირობითად და მოხვდე იმ ადგილზე. იმიტომ რომ თუ სივრცეს პრინციპულად აქვს თვისება იყოს მრუდი, რაღაცნაირად გამრუდდეს რაღაცის გამო, თქვათ შავი ხვრელია სიახლოვეში, ხომ გითხარით შავი ხვრელი და თეთრი ხვრელი მჭირდება, მაშინ შეიძლება ისე გამრუდდეს, რომ ეს ორი ძალიან შორი ობიექტი ერთმანეთთან იყოს ძალიან ახლოს. ამაზე უამრავი სამეცნიერო ფანტასტიკის შესახებ წიგნიც არის დაწერილი, ძალიან ბევრი, და ასევე ფილმიც არის გადაღებული და ამაში პრინციპში არაფერი უცნაური არ არის. მე ეს მინდა რაღაცნაირად ამას ხას ვუსვამ ხოლმე, რომ უცნაური არის ყოველთვის რაღაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვეჩვენება უცნაურად. მაგრამ აღმოჩნდა რომ კვანტური მექანიკა რაზეც დაფუძნებულია, აი ეს ლეპტოპი რომელიც აქ მიდევს, smartphone და ასე შემდეგ, ყველაფერი ჩვენს გარშემო რაც არის, ეგ არის ყველაზე, ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ობიექტი, უცნაური პარადიგმა კვანტური ფიზიკა. მაგრამ სწორია. მიუხედავად იმისა, ჩვენ არ გვესმის, ლოგიკურად მისი გაგება, ვიცი, ლოგიკურად დედამიწისეული ლოგიკით შეუძლებელია, ყოველდღიური გამოცდილებით შეუძლებელია. ყოველდღიური გამოცდილება არ ნიშნავს, რომ არის სწორი გამოცდილება. ამის თქვა მინდა. და უბრალოდ ფუნდამენტური გამოცდილება რომ არის, არ არის სწორი ეს მიდგომა. ყოველდღიური გამოცდილება არის ყოველდღიური გამოცდილება. მას თავისი ადგილი უკავია. ოკეი? ხო, კაი. ჭიის ხვრელი დავუშვოთ. და ძალიან შორეული უბნების დაკავშირება შეუძლია ერთმანეთთან. მაგრამ აღმოჩნდა რომ ხო იცით როგორ არის ეს რა ქვია რაღაც ეშმაკიც თუ არ არის ჩარეული ამ საქმეში, რაღაცა გვიშლის ხელს. ესე იგი, ესეთი ობიექტები მაშინ ყოველ ნაბიჯზე უნდა იყოს, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე ვერ ვხედავთ. და აღმოჩნდა ძალიან საინტერესო რამე, რომ აინშტაინ-როზენის ჭიის ხვრელი, აი ეს ამონახსენი, იმ ამონახსენის შესაბამისი ჭიის ხვრელი, საკმაოდ არასტაბილურია. იმდენად ხო, ჭიის ხვრელები ბევრნაირი არსებობს. არა მარტო აინშტაინ-როზენის, ახლა მაგაზე გადავალ, მაგრამ აინშტაინ-როზენის ტიპის ჭიის ხვრელი არის საკმაოდ არასტაბილური, მაგრამ ისე ვთქვათ, ჭიის ხვრელი ახლა მე კი გაჩვენეთ როგორც რაღაც ხვრელი და იმას შეიძლება გაძვრე, მაგრამ როგორ უნდა გამოიყურებოდეს გარედან? გარედან უნდა გამოიყურებოდეს როგორც ჩვეულებრივი სფერული ობიექტი. 3D-ში სამგანზომილებაში ვცხოვრობ და როგორც ჩვეულებრივი სფერული ობიექტი, სადაც შენ ჩახტები შიგნით, აქედან ის ჩანს როგორც შავი ხვრელი. შეგიძლია ჩახტე, მე ამოხტები სადღაც სხვაგან. ხო და აღმოჩნდა რომ ასეთი ტიპის ჭიის ხვრელი, აინშტაინ-როზენის ტიპის ამონახსენი ჭიის ხვრელისა, ძალიან არამდგრადია. იმდენად არამდგრადი, რომ შენ რომ გახვიდე ერთი ყელიდან, დავარქვათ ყელი, ხო იმას, მეორე ყელამდე ის ნაბიჯი გადადგა, ვერ მოასწრებ. ვერ მოასწრებ, იმიტომ რომ თურმე აინშტაინ-როზენის ჭიის ხვრელი არის ძალიან არასტაბილური და ეს ყელი ძალიან სწრაფად ვიწროვდება და წყდება. და სინათლეც კი ვერ მოასწრებს გასვლას ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში. და რატო? თურმე, ესეც პრინციპში მარტივად შეიძლება ასე შევეცდები შედარებით მარტივად ახსნა. აი მილში რომ თქვათ სითხე გავუშვოთ. და რაღაც ადგილზე მილი რო ვიწროვდებოდეს, სითხე იძულებულია ხოლმე ძალიან სწრაფად წავიდეს წინ, ხო? იმიტომ რომ უჭირს მილში მოძრაობა. ვიწრო მილში კიდევ უფრო უჭირს და აქ ეს მილი, ეს ყელი, ჭიის ხვრელის ყელი, რომელიც აკავშირებს თეთრ და შავ ხვრელს პირობითად, ხო? ხდება უფრო და უფრო პატარა რადიუსის. რაც უფრო რადიუსი ხდება 0-თან მიახლოებული, მით უფრო შეუძლებელია სინათლეც კი გაძვრეს იქ. ამაშია მთელი საქმე. ხო და რა არის ახლა ამისი მიზეზი? ხო, ჩვენ ხო ესე ვფიქრობთ, კაი, ჭიის ხვრელმა ამ ფორმით არ გაამართლა, მაგრამ მოდი იქნებ სხვა ფორმით გაამართლოს, იქნებ სხვანაირი ესეთი ჭიის ხვრელი არსებობდეს. მოკლედ, ეს რაზეც ვილაპარაკე, რომ კოლაფსირდება, ძალიან სწრაფად იკეტება აინშტაინ-როზენის ხიდი. ეს ხდება იმის გამო, რომ აი შუაში, აი იმ სხელი, რომელიც ვიწროვდება, არის ძალიან მაღალი წნევის გამო იკუმშება. აქედან გამომდინარე, რა გამოდის? აქედან გამომდინარე, ესე იგი, ვიღებთ, რომ ჩვენ გვჭირდება დამატებით, რომ არ შეიკუმშოს, რო არ ჩაიყლაპოს ეს ჭიის ხვრელი, რა ვიცი, რა მჭირდება? მჭირდება ალბათ, რომ რომელიღაც ძალა იყოს შიგნიდან გარეთ. ხო? ძალიან ბუნებრივია.
ანუ რაღაცა შექმნა, რომელიც შიგნიდან გარეთ არის და ეს კიდე ეს ეფექტურად, ანუ ეფექტურად ესე ვამბობთ ხოლმე, ნიშნავს იმას, რომ უნდა რამენაერად შექმნა უარყოფითი სიმკვრივის მქონე ну მატერიას ვერ დავარქმევ. ну რაღაცა, ობიექტი, რომელსაც გააჩნია უარყოფითი სიმკვრივე. ჩვენს გარშემო სიმკვრივე ყველაფერს დადებითია, თქვათ რაღაც რა ვიცი, წყლის არის 1000 კილოგრამი მეტრ კუბში სიმკვრივე. თქვათ იქ რაღაცის 900, თქვათ დაახლოებით ყინულის მაგალითად. ასე შემდეგ, სხვადასხვა ობიექტებს, ბოდიში ნივთიერებებს სხვადასხვა სიმკვრივე გააჩნიათ, მაგრამ უარყოფითი არ გააჩნია არც ერთს. თუმცა არც ეგაა პრობლემა, შეიძლება ეფექტურად გამოიყურებოდეს როგორც უარყოფითი. ხო და აქ გვეხმარება აი ჩემს მიერ ნახსენები კვანტური ფიზიკა. კვანტური ფიზიკა არის ესე იგი, კონცეფცია, ფართო სურათით რო შევხედოთ, რომელიც მეუბნება რომელიც ამბობს, რომ ჩვენი სამყარო, ჩვენი სივრცე, უბრალოდ სიცარიელე არ არის სიცარიელე. სიცარიელე არ არის მათემატიკური ნული. სიცარიელე კომპლექსურია, ასევე. კერძოდ, რა იგულისხმება? იგულისხმება, რომ თურმე ახლა აქედან ჰაერი რო ბოლომდე ეს ადრესს მithქვამს და ამას ყოველთვის ვიმეორებ, რომ კარგად ჩაჯდეს თავში, რომ თქვენ რომ ჰაერი ბოლომდე ამოტუმბოთ რაიმე უბნიდან, ეს ბოთლიდან, ლაბორატორიის რაღაც მცირე უბნიდან, საიდანმე, ის რაც დარჩება აბსოლუტური ნული, ხო? ნული, კი, აწონი ნულია მართლა. თუ ძალიან ფაქიზ ეს თქვა ექსპერიმენტებს გამზომ ხელსაწყობს მიიტან, აღმოაჩენ ძალიან საინტერესო ეფექტს. თურმე მთლად ნული არ არის. თურმე ის ვაკუუმიც რაღაც ამბავში თუხთუხებს. ეს არის ძალიან ცნობილი ჰაიზენბერგის განუზღრელობის პრინციპიდან წამოსული ფაქტი. ჰაიზენბერგის განუზღრელობა ამბობს, რომ აი მაგას ამბობს ზუსტად პირდაპირ, რაც გითხარით, ცოტა სხვანაირი პერიფრაზით ვიტყვი, რომ კი ვაკუუმიდან წარმოიქმნება გარკვეული ნაწილაკები იბადებიან და შემდეგ ძალიან სწრაფად ქრებიან. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ვაკუუმი თუხთუხებს. და ამიტომ თქვენ რო აიღოთ ორი მეტალის ფირფიტა ვაკუუმში. ერთმანეთთან ძალიან ახლოს მიიტანოთ. თურმე აღმოჩნდება, რომ ამ ფირფიტებს შორის გაჩნდება მიზიდულობის ძალა. და რამ გააჩინა ეს ძალა? მეტალი იყო დამუხტული, არა. არც ერთი, არც მეორე. თუ დამუხტულია ერთმანეთს თქვათ, კი, გაჩნდება ძალა, მაგრამ თუ დამუხტული არ არის რა? რამ გააჩინა? მარტივად რო თქვათ, გააჩინა სწორედ ამან. რომ ესე იგი, ვაკუუმიდან იბადებიან მუდმივად და შემდეგ ქრებიან, ამას ვეძახით ანიჰილაციის პროცესს. ნაწილაკები და ანტინაწილაკები. ჯამში რომ 0 იყოს, იმიტომ ანტინაწილაკი ქვია ნაწილაკს, რომელსაც ყველა იგივე თვისება აქვს, რაც ნაწილაკს, ოღონდ მუხტები აქვს, ყველა მუხტი აქვს საწინააღმდეგო. ან თქვათ, ელექტრონის ანტინაწილაკი არის პოზიტრონი, ესე ვეძახით. პოზიტრონი არის ნაწილაკი, რომლის მასა, ყველაფერი იგივეა, გარდა მუხტისა, დადებითი მუხტი აქვს, განსხვავებით ელექტრონისგან. ოღონდ იმდენივე. ხო და ესე იგი, იბადებიან ეს წყვილები, ესე ვეძახით, და ერთი თუ შემთხვევით აღმოჩნდა ერთ ფირფიტაზე და მეორე საწინააღმდეგო ნიშნის მეორე ფირფიტაზე, ფირფიტებს შორის გაჩნდება მიზიდულობის ძალა. ან სხვაგვარად, უფრო სწორი ახსნა ასეთი იქნებოდა. ვინაიდან ფირფიტებს შორის შეზღუდული არეა, შიგნით არსებული როგორი ტალღები შეიძლება წარმოიქმნას, ხო გითხარით ვაკუუმი თუხთუხებს თქო. როგორი ტალღები შეიძლება წარმოიქმნას, საკმაოდ შეზღუდული ვარიანტები შეიძლება იყოს ამ ტალღების. მაგრამ გარეთა სივრცე არის უსასრულოდ დიდი. იქ ყველანაირი შეიძლება იყოს. ამიტომ ეფექტურად რა გამოდის? ეფექტურად გამოდის, რომ თითქოს გარეთ არსებული ყველანაირი ტიპის ტალღის ეფექტი უფრო ძლიერია, რა თქმა უნდა, ვიდრე შიგნით და მიზიდულობის ეფექტი ჭარბობს. ანუ ამით შეიმიძლია შექმნა ეფექტურად უარყოფითი სიმკვრივე. ანუ მარტივად რა ვთქვათ, ავაწყო უბანი, სადაც სიმკვრივე არის ნაკლები ნულზე. კიდევ ერთხელ არ არის აუცილებელი მაინც ნივთიერება იყოს, რომლის სიმკვრივე რაღაც უბანი უნდა იყოს, სადაც სიმკვრივე არის ნაკლები ნულზე. ანუ ამას ქვია კაზიმირის ეფექტი. ეს ეფექტი წინასწარმეტყველად ივარაუდა ძალიან ცნობილმა ფიზიკოსმა კაზიმირმა წინა საუკუნეში და უკვე წინა საუკუნის ბოლოს ექსპერიმენტზე დადასტურდა. და ნუ დღემდე იზომება ეს ძალა, ფირფიტებს შორის როგორი ძალაა. ხო და ამიტომ შეიძლება შეიქმნას ფაქტობრივად, ანუ კვანტური ფიზიკა გვეხმარება იმაში, რომ შევქმნათ
ჭიის ხვრელი, რომელიც არის ნუ აი ესე სტაბილური, მარტივად რო ვთქვათ. პრობლემა რაც იყო. ოღონდ ერთი პატარა პრობლემა მაინც არის. ეხლა ეგრე რო იყოს, მაშინ ყოველ ნაბიჯზე გვექნებოდა, რაღაც ვნახავდით ამ ჭიის ხვრელებს. არ არის ფლათ ეგრე. პრობლემა იმაშია, რომ აი ეს კაზიმირის ეფექტი არის ძალიან სუსტი ეფექტი. და ეს ძალა არის ძალიან პატარა. ამიტომ ის ეფექტურად ის სიმკვრივეც არც თუ ისე დიდი არის მოდულით, როგორც ვამბობთ ხოლმე. ამიტომ ეს არის უფრო კვანტური ჭიის ხვრელის შექმნა, კვანტური მასშტაბის ჭიის ხვრელის შექმნა. მაგრამ თვითონ ესეც უკვე მნიშვნელოვანია ძალიან. თუ შეიძლება ასეთი რამე შექმნა, ну თქვათ ჩვენ ოდესღაც თუ განვითარდებით ისე რომ შევქმნით კვანტური ტიპის ჭიის ხვრელს, ან თუ ვინმე ძალიან განვითარებული ცივილიზაცია ცხოვრობს სადღაცას და მათ უკვე აქვთ შექმნილი, მაშინ ეს ცაზე რაღაცნაირად უნდა საინტერესოდ ჩანდეს და გამოიყურებოდეს და ანუ მათი ძიება შეიძლება. სხვა შორის რაც ახლა ვთქვი ბოლო იმაში რომ მათი ძიება არის ძალიან ლეგიტიმური, ეს ძალიან მეცნიერული ის არის. მეცნიერება ნიშნავს რას, რომ ანუ რა არის, რა განსხვავებაა მეცნიერებას და ფსევდომეცნიერებას შორის. აი ასტროლინგვისტიკაზე რო არ ვილაპარაკოთ. განსხვავება ის არის, რომ მეცნიერული მიდგომა ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს პრობლემა რაღაც, რისი ახსნაც გვინდა. მერე ჰიპოთეზა, რომელიც ამას ხსნის, მეცნიერული მეთოდი ეს არის ზუსტად. ამ ჰიპოთეზამ რაღაცა უნდა ივარაუდოს, რაღაც ახალიც ამ ახსნილის გარდა თუ ხსნის კარგად, სხვა რამეს იმის დადასტურდეს რამდენიმე დამოუკიდებელ ლაბორატორიაში და აი ეს არის მეცნიერული თეორია ზუსტად. ოკეი? ხო და ამიტომ ჭიის ხვრელების ძიება ეს არის თანამედროვე ასტროფიზიკის და თეორიული ფიზიკის ერთ-ერთი საინტერესო უბანი, ის რაც აღმოჩენილია იმის ძიება დიდად საინტერესო არ არის პირადად ჩემთვის, პირადად. ეს უფრო ასეთი ობიექტები უფრო საინტერესოა, ანუ შეიძლება გეომეტრია ჭიის ხვრელების იყოს ბევრნაირი. ან თქო, აი ეგ ნაჩვენებია, აი ეს რაც ახლა გელაპარაკეთ, ანუ ორი ფურცელი მოღუნული და მათ შორის აი ეს ჭიის ხვრელი, ანუ ორი უშორესი უბანი დაკავშირებული ერთმანეთთან გარკვეული ყელით. კიდევ ერთხელ ეს ორი უშორესი უბანი შეიძლება იყოს მართლა ძალიან შორს ერთმანეთისგან და თანაც მართლა არაფერი არ ეწინააღმდეგება აინშტაინის თეორიაში ასეთი ობიექტების არსებობას. არაფერი წინააღმდეგობა არ არის. ყველაფერი თითქოს არის წესრიგში. ну თუ არ ჩავთვლით რომ თქვათ იქ არასტაბილურია ზოგიერთი ტიპის შავი ხვრელი. მაგრამ არსებობს კიდევ სხვა ტიპის შავი ხვრელები, მორის ტორნის მაგალითად ორი ადამიანი, ვინც ასეთი ამონახსენიც იპოვა. შავი ხვრელი, რომელიც კი შავი ხვრელი არა, ბოდიში, ჭიის ხვრელი, რომელიც ძალიანაც მდგრადია. აქ ნახეთ ჭიის ხვრელი შეიძლება უცნაური გეომეტრიის მქონე იყოს. თუ ხედავთ ის ზედა არის ჩვეულებრივი ტიპის ჭიის ხვრელი და ქვედა აი თუ გაიგიათ მებიუსის ფურცელი. მებიუსი არის ფიგურა, მებიუსის ფიგურა, რომელიც არის ერთზედაპირიანი. ანუ ერთზედაპირიანი ქვია, რომ შენ შეგიძლია ესე იგი უწყვეტად, ანუ ეს ხო არის ორზედაპირიანი. ნახეთ. აქედან აქეთ ვერ მოხვდები თუ ეს წყვეტა არ გაიარე. და მებიუსი არის, როცა ამას თუ ცოტა გრძელი უნდა იყოს, მოატრიალებ და შეაერთებ. მაშინ შეგიძლია ყველა მხარეს მოხვდე უწყვეტი მოძრაობით. ანუ ერთზედაპირიანია სინამდვილეში. აი ეს ქვემოთ. ესეც ეგეთი ვარიანტის არსებობს. ოღონდ ახლა ეს ორგანზომილებიანი სივრცე არის შეკრული ჭიის ხვრელით, მაგრამ შეიძლება იყოს სამგანზომილებიანი სივრცე, ანუ ჩვენი როგორიც არის. შეკრული ჭიის ხვრელით. სხვა შორის ეს გეომეტრიული ანალოგიები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ და სხვა შემთხვევითი არ არის, რომ შემოვიდა ფიზიკაში ძალიან ძლიერად. იმიტომ რომ თვითონ გეომეტრია გეუბნება, რომ კაი, თუ ჭიის ხვრელი არსებობს, რატო არ შეიძლება კონფიგურაცია იყოს ისეთი, როგორიც არის ქვემოთ. აღმოჩნდა, რომ შეიძლება. ანუ გეომეტრიული ინტუიცია ზუსტადაც რომ სწორ რაღაცებს გეუბნება. შეიძლება ყოველდღიური ინტუიცია სხვა რამეს გეუბნება, აი კვანტურზე რო ვილაპარაკეთ და შემდეგ, მაგრამ გეომეტრიული ინტუიცია ადამიანის გაცილებით ღრმად არის წასული. ალბათ უფრო მეტი, უფრო დიდი ევოლუციური ის გავიარეთ ჩვენ გეომეტრიული ანალიტიკა რო შეგვეძინა გზაში და ამიტომ როცა გაჩნდა თავის დროზე, რატო არ შეიძლება სხვანაირი კონფიგურაციები იყოს, აღმოჩნდა რომ შეიძლება თურმე და ეგეთი ამონახსენებიც არსებობს აინშტაინის ზოგად ფარდობითობის თეორიაში. ეს არის სხვაგანად ვთქვათ გრავიტაციის თეორია. შეიძლება ჭიის ხვრელები ხო როგორც გითხარით აქაც რამდენიმე ადგილზე გავხვიდე. ხო შეიძლება ჩვენ სამყაროში სხვა ადგილებში არის ეს კნოპკები,
ჭიის ხრელები, სადაც ძალიან უშორესი უბნები ერთმანეთთან არის დაკავშირებული და შეიძლება თუ სამყარო, ჩვენი სამყარო უფრო მაღალ განზომილებიანია, სხვა განზომილებებით ჭიის ხრელი შეიძლება დაკავშირებულია აგრეთვე. ანუ ჭიის ხრელი ამ ხრივ ძალიან საინტერესო ობიექტთა კლასს მიეკუთვნება, ძალიან ეგზოტიკურ და ისეთ საინტერესო სცენარებს გვთავაზობს სამეცნიერო ფანტასტიკისთვის. ეს არის ეს ვთქვათ ოქროს სცენა პირდაპირ გეუბნება რომ ასეთია და მე კი მგონია რომ დღეს ფიზიკა ყველაზე უფრო მეტ საინტერესო იდეას გვთავაზობს ზოგადად ყველას ჩვენ და ხელოვნებას მათ შორის არა მარტო თვითონ მეცნიერებას რომ ასეთი საინტერესო რაღაცეები შეიძლება იყოს ცაზე. არა მარტო ის ვარსკვლავები, რაც თვალით ჩანს, არამედ შეიძლება ისინი რაც არ ჩანს და იყოს ყველაზე დიდი იდუმალებით მოცული. რაც მოვიყვანე აინშტაინის ცნობილი გამონათქვამი, რომ იდუმალებით თქმობა არის ერთ-ერთი მთავარი, სიამოვნება ნამდვილი მეცნიერის ყოველ შემთხვევაში. ხო და მაინც როგორ შეიძლება ჭიის ხრელები წარმოქმნილიყო, ანუ წარმოიქმნებოდეს. ხელოვნურად ეს ერთი უკვე ვილაპარაკეთ. ხელოვნურად შეიძლება თუ ასეთი სუბსტანცია დავამზადეთ უარყოფითი სიმკვრივის მქონე. ეგ შეიძლება. მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე შეიძლება თავისთავად შექმნილიყო სამყაროს ჭალებში დავარქვა დაბადების მომენტში 14 მილიარდი წლის წინ, როცა სამყარო ამ ფორმით როგორც არის ჩაისახა და მაშინ სამყაროს ჰქონდა ძალიან ისეთი რამდენიმე საინტერესო ეტაპი. პირველი იყო, ანუ ჩვენ ამას ვეძახით დიდი აფეთქების მომენტს, ხო, Big Bang-ის მომენტი. Big Bang-ის მომენტში სამწუხაროდ ვერ ვიყურებით, იმ მომენტს ვერ ვხედავთ. ხედავთ წინაზე მქონდა მაგაზე ლაპარაკი. დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 400,000 წლის შემდეგ სურათს გადაღებული გვაქვს სამყარო როგორ გამოიყურება. ეგ დრო დიდი დრო არ არის სხვათა შორის 14 მილიარდ წელთან 380,000, უფრო ზუსტად რო ვთქვათ. 370, 380,000 წელი, ძალიან პატარა დროა, მიზერია, თითქმის Big Bang-თან ახლო ვართ, მაგრამ მაინც ცდუნება გაქვს, რომ Big Bang-ში ჩაიხედო. ვერ ვიხედებით ჯერჯერობით, იმიტომ რომ იმ მომენტიდან არ მოდის ელექტრომაგნიტური გამოსხივება, მოდის მხოლოდ გრავიტაციული. ამიტომ გრავიტაციული ასტრონომია რო განვითარდება, უკვე დაიწყო. გრავიტაციული ტალღების მონიტორინგი, რომელიც მათ შორის მოდის დიდი აფეთქების მომენტიდან. იმედია ძალიან მალე გვექნება მალე თუ გვიან გვექნება პირველი, ანუ სამყაროს პირველი ჩანასახის ფოტოც, მართლა პირველი Big Bang-ის მომენტის. ხო და სამყარომ დაიწყო გაფართოება. აი აფეთქების დროს. ჩვენ ბოლომდე არ ვიცით რატო აფეთქდა, ასე ვთქვათ, მარტივად, მაგრამ დაიწყო გაფართოება და ამ გაფართოების პროცესში იყო ძალიან ძლიერი გაფართოება სამყაროს. ამ ეტაპს ქვია ინფლაცია. და ამ ძალიან ანუ ნებისმიერ ანუ თქვენ რო სახაზავი აიღოთ, ესე გლობალური სახაზავი ვთქვათ, აქედან ანდრომედას galaktikამდე, ხო? და ჩვენ რო ყოფილიყავით აი ინფლაციის ეტაპზე. თვითონ სახაზავის გაიწელებოდა ძალიან სწრაფად. ანუ ყველაფერი ამის სახაზავის გლობალური კოსმოსური სახაზავი. ხო და აღმოჩნდა რომ მაგ ეტაპზე შეიძლება ჩაისახოს, ანუ წარმოიქმნას ესე იგი, ჭიის ხრელი რატომ? როგორც გითხარით, ვაკუუმი, ყველგან ვაკუუმია, აქაც ვაკუუმია, იქაც ვაკუუმი იქნებოდა. უფრო მეტიც, იქ ვაკუუმი გაცილებით ექსტრემალურ პირობებში იყო. და იმდენად სწრაფად და ანუ ვაკუუმი ნიშნავს, რომ ვაკუუმური ფლუქტუაციები, ანუ შემთხვევით რომ ვაკუუმიდან რაღაცეები იბადებიან და ქრებიან, მაგრამ იმის გამო რომ ძალიან სწრაფად ფართოვდება ეს უბანი, გაქრობას ვეღარ ასწრებენ ეს ნაწილაკები და აი ეს შეშფოთება, რომელიც იყო ვირტუალური იქამდე, ვერ დააფიქსირებ, იმდენად სწრაფად ქრებიან, რომ შენ რომ მიიტანო გამზომი ხელსაწყო, ვერ დააფიქსირებ იმ გაჩენასა და გაქრობას შორის მომენტს. ვერ იპოვი, იქ რამეა. მართლა გონია, რომ ვაკუუმია პირდაპირ გაგებით მათემატიკურად. მაგრამ აი ძალიან სწრაფი ინფლაციური რეჟიმის დროს ვერ ასწრებენ ესენი უკან ანიჰილაციას და რჩებიან რეალურ ნაწილაკებად, რეალურ სხეულებად გვევლინებიან. ხო და ამ დროს ეს სიდეები, ანუ სიმკვრივე რაღაც ადგილზე უფრო პატარა არის, რაღაც ადგილზე უფრო დიდი. ეს განსხვავება ძალიან პატარაა, მაგრამ იმის გამო რომ ინფლაცია ძალიან ძლიერია, ეს განსხვავება იზრდება კოლოსალურად. და აი ამ დროს შეიძლება წარმოიქმნას ჭიის ხრელი. შეიძლება. ამიტომ დღეს არის მოსაზრება, რომ ის ჭიის ხრელი, რომელიც უნდა წარმოქმნილიყო, თან დათვლად შეიძლება, რამდენად ბევრი წარმოიქმნა, შეფასება დაახლოებით. რამდენად ცოტა დღეს რა სტადიაზე იმყოფებიან, ანუ სამყაროში განაწილებული უნდა იყვნენ რაღაცნაირად, ხო?
და ამიტომ აი თქვათ მაგალითად ასევე ცნობილია რომ თუ აი რაც გითხარით ფაქტიურად რომ თუ ჩვენი სამყარო არის მრავალგანზომილებიანი თქვათ ბრანებია, ანუ ბრანი ქვია, ანუ ერთი ფურცელი პირობითად ეს თქვათ ჩვენ ვართ. კიდევ სხვა ფურცელია, სხვა სამყარო, კიდევ სხვა. შეიძლება თუ არა ამ სამყაროებს შორის იყოს გარკვეული კავშირი ჭიისხვრელის მეშვეობით. თურმე შეიძლება თუ იქ არის ძალიან მასიური ობიექტი, შავი ხვრელი, აქაც შავი ხვრელი, ერთმანეთს მიიზიდავენ, აი, და მათ შორის შეიძლება ჩამოყალიბდეს ჭიისხვრელი, ანუ ერთი ბრანიდან მეორეში გადახვიდე, ანუ ერთი სამყაროდან მეორეში. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სპეკულატიური დღეს. ამაზე ლაპარაკი, მაგრამ სპეკულატიური კიდევ ხელმოწერა არ ნიშნავს იმას, რომ არ არის სწორი. ძალიან სპეკულატიური იყო ჟიულ ვერნის ის ყველა ფაქტიურად ნაწარმოები, განსაკუთრებით ის რომელიც ძალიან მთვარეზე მოგზაურობა და ასე შემდეგ ეს ყველაფერი, ხო? წყალქვეშა ნავი. სპეკულატიური იყო ძალიან. დღეს ყველაფერი არსებობს, ხო? ამიტომ ეს უნდა გვახსოვდეს, რომ მეცნიერება, დიახ, ეგეთია ზუსტად. ეს არის მეცნიერება და ეს არის ამ შემთხვევაში ფიზიკა, რაზეც მე ახლა ლაპარაკობ. ხო და რამდენად შეიძლება რომ ეს დავაკვირდეთ ჩვენ ამას? ეს აი რამდენიმე სტუდენტთან მქონდა თავის დროზე მივეცი ამოცანა და ეს აი იმ კვლევაში ძალიან საინტერესო ამონახსნები იპოვა სტუდენტმა. ეს არის ნაწილაკების ტრაექტორიები, როგორ მოძრაობენ აი ჭიისხვრელი მივეცი. აინშტაინ-როზენის არა ის არასტაბილურია და იმიტომ აი მორის ტორნის მოდელი მივეცი. და აღმოჩნდა რომ ჭიისხვრელიდან შეიძლება ამოიტყორცნებოდეს სხვადასხვა მხარეს დაახლოებით კონუსური ფორმის ძალიან დიდი ენერგიის მქონე ნაწილაკები. და ჩვენ ცაზე ვხედავთ ეს ექსპერიმენტული სურათებია, ეგრეთ წოდებული ჯეტებს. ჯეტი არის კონა. ვხედავთ უამრავ ჯეტს. უმეტესობისთვის ჩვენ ვიცით რომ ეს ჯეტები არის ნახეთ რა როგორია, თუ კარგად დააკვირდებით, ესენი არის ძალიან პატარა კუთხეზე, პატარა გაშლილობის კუთხე აქვთ, ეს ერთ-ერთი პრობლემაა, რატომ არ იშლებიან უფრო სწრაფად. სიგარეტის კვამს რო უყუროთ, როცა ამოდის, რაღაც რამდენიმე სანტიმეტრის მერე უკვე იშლება. და ეს გრძელდება ათობით ათასობით კილომეტრი კი არა, კიდევ უფრო გაცილებით დიდი მანძილია. აი ამ სათავიდან, სადაც წარმოიქმნა ეს ჯეტი ბოლომდე, მაგრამ ახლა რას ვამბობ? რომ აი ჯეტები არსებობს და იმ ჭიისხვრელის ვიზუალიზაციაც აჩვენებს, რომ მასაც უნდა ქონდეს ჯეტები. ამიტომ შესაძლოა, სავსებით შეაძლებელია, რომ ჩვენ ვუყურებთ ცაზე, ვაკვირდებით ჯეტებს და გონია, რომ ისინი გამოდიან ცენტრალური შავი ხვრელიდან და სინამდვილეში არა. შეიძლება ზოგიერთი მათგანი იყოს ზუსტადაც ჭიისხვრელიდან ამოტყორცნილი ძალიან მაღალი ენერგიის მქონე ნაწილაკების შედეგი. შეიძლება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმისთვის რომ სრული იდენტიფიკაცია მოახდინოს, საჭიროა ამის კიდევ უფრო კარგად კვლევა, ანუ კერძოდ როგორი ენერგიის ნაწილაკებია და ასე შემდეგ. ეხლა ყველა საინტერესო. ჭიისხვრელი არის ასე იგი ძალიან ეგზოტიკური ობიექტი და მე როგორც გითხარით, საიდან მოვიდა ეს ამონახსენი? მოვიდა იქიდან, რომ დროს თუ თეთრი ხვრელის ამონახსენი საიდან მოვიდა, იმიტომ რომ მათი შეერთებაა ჭიისხვრელი. რომ თუ აინშტაინის განტოლებებში დროს მიმართულება შეუცვლი, განტოლება წინააღმდეგობას არ გაძლევს. ანუ ფაქტობრივად თითქოს მიგანიშნებს, რომ დროში მოგზაურობა შეიძლება. ოკეი? ნუ დროში მოგზაურობას მე ადრე მქონდა ლაპარაკი. ახლა ისევ გაგახსენებთ რაღაცას. მაგალითად მაჰაბჰარატაში არის ძალიან ცნობილი ისტორია მეფე რევაიტაზე, რომელიც წავიდა ზეცაში და უკან რომ დაბრუნდა, აღმოაჩენს რომ აქ გასულია იქ ცოტა ხანი იყო და გასული იყო ათასობით წელი. რამდენიმე ეპოსი არსებობს ძალიან საინტერესო. იაპონური ეპოსია მაგალითად ერთი, ურაშინ ტარო, რომელიც არის, მეთევზე ჩავიდა დრაკონთან და უკან რომ ამოვიდა რაღაც მცირე დროის მერე, ასევე იქაც დახვდა დედამიწაზე გასული ძალიან დიდი დრო. ასეთივე ძალიან დროში მოგზაურობა არის ამ შემთხვევაში მომავალში მოგზაურობა. არის თალმუდშიც ერთი მოხუცი 70 წელი ეძინა და როცა გაიღვიძა, გასული იყო არა 70 წელი, არამედ გაცილებით მეტი. და კიდევ ერთი კელტური თუ არ ვცდები, კელტური ის არის, რა ქვია ეს ეპოსი, სადაც ახალგაზრდა ადამიანი მიდის ბედნიერების ქალაქია. ქალბატონის საძიებლად და უკან რომ დაბრუნდება, იქაც დახვდება ძალიან დიდი დრო გასული, ძალიან დიდი დრო. ანუ არ პირიქით, წარსულში დაბრუნდება. ხო და მოკლედ, მოდი ახლა ეს ცოტა რაღაცები ისაქვნათ, გავფილტროთ რაღაცეები. მიონის პარადოქსი.
ნაწილაკები არსებობენ ძალიან ბევრი ჩვენს გარშემო. მათ შორის აი სადენებში რომ დენი გადის, იქ არიან ელექტრონები დარბიან. მაგრამ არსებობენ კიდევ ასეთი ნაწილაკთა კლასია, რომელიც აღმოჩენილია ძალიან ესეთი ერთი პერიოდი იყო ძალიან აქტიური კვლევის საგანი, იმიტომ რომ საინტერესო ობიექტია მართლა. ქვიათ მიონები, თქვათ აი ამ შემთხვევაში უარყოფითად დამუხტული მიონები. და ისინი წარმოიქმნებიან, სხვაგანაც, მაგრამ მათ შორის წარმოიქმნებიან დედამიწის აი ატმოსფეროს ზედაფენებში. როგორ წარმოიქმნებიან? კოსმოსიდან მოდის ძალიან დიდი ენერგიის მქონე სხივები, კოსმოსური სხივები, მეტწილად ესენი არიან მზიდან წამოსული, მეტწილად ისინი არიან პროტონები, წყალბადის ატომი ფაქტიურად, ოღონდ გაშიშვლებული ელექტრონი არ აქვს გარშემო, ანუ პროტონია დარჩენილი. ენერგია ძალიან დიდი აქვს, თორსა ეს პროტონები ეჯახებიან ადგილობრივ პროტონებს, ანუ ატმოსფეროს ზედაფენებში რომ პროტონები არიან. დაახლოებით 5 კილომეტრის სიმაღლეზე იმ ადგილზე, 4.8 კილომეტრის სიმაღლეზე. იქ ეჯახებიან პროტონებს და წარმოიქმნება ნიაღვარი სხვა ნაწილაკების და მათ შორის წარმოიქმნებიან ეს მიონები. წარმოიქმნებიან დიდი ენერგიის მქონე მიონები, აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ ის პროტონი მის დაბადა ასევე დიდი ენერგიის იყო. ამიტომ ეს მიონები მოძრაობენ ძალიან მაღალი სიჩქარით, თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრაობენ. ხოდა ეხლა აქ არის ძაღლის თავი. ეს იყო პარადოქსი მართლა. პარადოქსი ქვია რაღაცას, რაც გეჩვენება რომ წინააღმდეგობაა, მაგრამ წინააღმდეგობა არ არის, ეს ტერმინოლოგიურად. მოკლედ მიონს გაქვს ერთი უცნაური თვისება. ის არ არის, ცოტა ისეთია. არ უყვარს დიდი ხანი, მოკლედ პეპელასავითაა სამდღიანი როა თუ როგორც პირობითად, ხო? ეგრევეა მიონი ძალიან მალე იშლება. იშლება კერძოდ აი ეს მიონი, უარყოფითად დამუხტული მიონი იშლება ელექტრონად, იშლება ელექტრონულ ანტინეიტრინოთ და ეგრეთ წოდებული მიონურ ნეიტრინოთ. ნეიტრინოებზე მქონდა ლაპარაკი, ნეიტრინოები არსებობენ სხვა ტიპის, ეგენი ძალიან ეგზოტიკური ობიექტები, ნაწილაკები არიან, შეუძლია დედამიწის დიამეტრი გაიარონ ისე რომ არაფერში არ შთაინთქან. არ ურთიერთქმედებენ თითქმის არაფერთან. და ერთი მიონი რო დადოთ აი აქ ლაბორატორიაში. დაიშლება სადღაც 2.2 მემილიონედი წამის მერე. და ძალიან ცოტა ხანში 2.2 მიკროწამი. მაგრამ ნახეთ მუღამი რაშია? ფრენის ხანგრძლივობა რა გამოდის? თუ სადღაც 5 კილომეტრის სიმაღლეზე წარმოიქმნენ და თუ მოძრაობენ სინათლის სიჩქარით, გაყავით მანძილი 4.8 კილომეტრი. გაყავით 300,000 კილომეტრ წამზე და მიიღებთ 16 მიკროწამს. აბა 2.2-ო? ხო და აღმოჩნდა რომ რაღაცაშია საქმე, ესე იგი თუ ანუ მიონს რომ საათი კონდეს, თავისი დროით გაზომავდა რომ მე დავიშალე 2.2 მიკროწამის შემდეგ. მაგრამ დედამიწაზე რომ საათი აყენია, მან თქვა რომ მიონი დაიშალა 16 მიკროწამის შემდეგ. მოდი აბა გავიგოთ ახლა აქ რა ხდება. ეს გაურკვეველი რაღაც ნიუანსი პატარა. მოკლედ, თავარი ამოსავალი წერტილი არის და ეს გააკეთა აინშტაინმა ზუსტად თავის სპეციალურ ფარდობითობის თეორიაში. არის რამდენად, არის სწორი პარადიგმა. სწორი პარადიგმა, მოკლედ იყო ბევრი პრობლემები იყო ნიუტონის მექანიკაში, უკვე იყო დაგროვილი პრობლემები და ვერ იხსნებოდა. და აინშტაინმა თქვა რომ აქედან გამოსავალი არის ერთადერთი, რომ სავარაუდოდ სინათლე წარმოადგენს ისეთ უცნაურ გამოსხივებას, რომელიც ყველა ათვლის სისტემაში გამოიყურება ერთნაირად. ეს მართლა უცნაურია. თქვათ სინათლე მოძრაობს ვამბობთ 300,000 კილომეტრი წამის სიჩქარით და თქვათ მე დავჯექი, სულ ეს აინტერესებდა მე რო აინშტაინს. მე რო დავჯდე სინათლის ნაწილაკზე, როგორ მომეჩვენება სხვა სინათლის ნაწილაკი ჩემკენ მომავალი. სულ ეს კითხვა ქონდა. და აღმოჩნდა რომ თურმე სინათლე იქცევა ასე, რომ თქვენ რომ დაჯდეთ სინათლეზე და შეხედოთ სხვა სინათლეს, რომელიც მისკენ მოდის, ავტომობილში როგორ ვართ მიჩვეული, თუ ჩვენ მივდივართ ავტომობილისკენ, ავტომობილის მოდის ჩემსკენ, მე უფრო სწრაფად მომავალი მეჩვენება ავტომობილი. სიჩქარეები იკრიბება, ხო? არა. სინათლეზე ეგრე არ არის. სინათლე რაღაც წითელი კოჭია, რაღაც სხვანაირი ტიპია. აღმოჩნდა რომ სინათლე ყველა ათვლის სისტემიდან ჩანს თურმე ერთი და იგივე. ოღონდ ეს აღმოჩნდა საიდან ეს დაუშვა აინშტაინმა, თქვა რომ მოდი ვთქვათ რომ სინათლე ყველა ათვლის სისტემაში გამოიყურება ერთნაირად, ანუ არის ერთი და იგივე რიცხვი 300,000 კილომეტრი წამი. ხო და თუ ამას დაუშვებთ, მაშინ
ძალიან ესეთი საინტერესო რაღაც მაშინ თითებზე დათვლა შეგიძლიათ უკვე. ამას ვამბობ, რომ სწორი პარადიგმა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ სწორი პარადიგმიდან არ ამოდიხარ, მე ყველაფერი დანარჩენი შეიძლება თან გართულდეს ტექნიკურად და თან არასწორის მიიღოთ შედეგი. მოკლედ, ავიღოთ. ერთადერთი შემთხვევა, როცა გადავწყვიტე, რომ მაინც რაღაცა მეჩვენებინა, როგორ გამოდის, ანუ ფარდობითობის თეორია გონიათ ხოლმე რაღაცა ისეთი პრინციპულად გაუგებარი რამე. ძალიან მარტივი რაღაცაა. თუ პარადიგმას აირჩევს სწორს, პარადიგმას სწორი აირჩიო, ეს ამას ჭირდება გენიალობა, რაც ჰქონდა აინშტაინს მაგალითად. მოკლედ, ავიღოთ ლიფტი. და თქვათ ლიფტიდან, ლიფტის ქვედა, იატაკიდან, თქვათ ლაზერი უნდა ჩავთო. და ზემოთ აყენია სენსორი, რომელიც მიზომავს ლაზერის სხივი როდის მიაღწევს სენსორს და დროს მიჩვენებს რა. ანუ მარტივად რო თქვათ ეს ნაჩვენები და ეს შავად ნაჩვენები დამკვირვებელი თქვათ ზომავს რა დროში მოვა სინათლე ქვემოდან ზემოთ. ეხლა მოდი ეს ლიფტი იყოს მოძრავი, ყველაფერი შიგნით ხდება იგივე. ოღონდ ვიღაცა უყურებს გარედან ამ ლიფტს და ლიფტი გადაადგილდება. მაშინ გარე დამკვირვებელს მოეჩვენება რომ სინათლე მოძრაობს არა ვერტიკალურად, კიდევ ერთხელ გარე დამკვირვებელს და არა იმას ვინ შიგნით ზის. მოეჩვენება რომ სინათლე მოძრაობს არა ვერტიკალურად, არამედ ეგრე დახრილი კუთხით, ხო სწორია. მაგრამ რას ამბობს აინშტაინი? აინშტაინი ამბობს რომ როგორც არ უნდა მოძრაობდეს, რომელი სისტემიდანაც არ უნდა ვუყურო, სიჩქარე სინათლის არის ერთი და იგივე. ანუ მარცხნივ ხატია ლიფტში რომ დამკვირვებელი ის რას ხედავს? ის ხედავს რომ სინათლე თქვა წავიდა და წამოვიდა პირდაპირ ზემოთ და ქვემოთ. რას ხედავს გარე დამკვირვებელი, რომელიც პლატფორმაზე დგას და უყურებს რომ ეს ლიფტი მოძრაობს ან ვაგონი მოძრაობს ჰორიზონტალურად. ის ხედავს რომ სინათლე წავიდა ჯერ კუთხით ზემოთ, რეკლა თქვათ და სენსორი თქვათ ქვემოთ არის. და ჩამოვიდა ქვემოთ. ანუ უფრო მეტი მანძილი გაიარა, ხო სწორია? და თუ აინშტაინის ჰიპოთეზა სწორია, რომ სინათლე ყველა ათვლის სისტემიდან უნდა მოძრაობდეს ერთნაირი სიჩქარით, მაშინ ამ ვერტიკალზე მოძრაობის სიჩქარე და ამ დახრილ კუთხეზე, ჰიპოთენუზაზე მოძრაობის სიჩქარე უნდა იყოს ერთნაირი. ანუ უფრო მეტი მანძილი გაიარა, ხო? და შესაბამისად დროები როგორ უნდა დავალაგოთ, უფრო მეტი მანძილი გაიარა, ამიტომ მოძრავ სისტემაში დრო გადის ნელა. გამიგეთ? ანუ მიზეზი არის ეგ. ხო და ეგ ნიშნავს რას? ეს ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ რომ ადგეთ და ტყუპების პარადოქსი ქვია ამას. ჩვენ რომ შეგვეძლოს, შევქმნათ ხომალდი, რომელიც მოძრაობს ძალიან მაღალი სიჩქარით, თქვათ სინათლის სიჩქარის 99.99 რაღაც პროცენტი. ანუ ძალიან ახლოს. ჩავსვათ ტყუპი ასტრონავტად იქ და გავუშვათ. ერთი მისი ტყუპისცალი დარჩეს აქ. საქმე ისაა, როცა ის ხომალდი წავიდა, იმოგზაურა, დაბრუნდა უკან და დედამიწაზე დარჩენილი ტყუპისცალის დროით გავიდა დაუშვათ, რა ვიცი. დაუშვათ 30 წელი. ნუ ეს უკვე ღრმად მოხუცია. ის ხომალდში არსებული ასტრონავტი, რომ მოვა უკან. იქ დრო შეიძლება გასული იყოს სულ რაღაც რამდენიმე საათი, 1 წელი, რა ვიცი. გააჩნია როგორ ის რამდენად ახლო იყო სიჩქარე ხომალდის სინათლის სიჩქარესთან. ამიტომ სავსებით შეაძლებელია მოგზაურობა მომავალში. მე მქონდა ეს სლაიდიც ადრე, ზედა სლაიდი, რომელი ფილმიდან არის თუ გახსოვთ? ხო, ინტერსტელარიდან არის ეს, როცა მამა, ამ შემთხვევაში ახალგაზრდა მამა ხვდება ღრმად მოხუც შვილს. ეს აბსოლუტურად რეალური რამ არის. ჩვენ უბრალოდ გქონდეს საშუალება შევქმნათ ესეთი ხომალდი, ამის მომსწრეები გავხდებოდით. რეალური იქნებოდა. ამიტომ როგორც ამ ფილმის გმირმა მამამ ამ შემთხვევაში ასტრონავტმა იმოგზაურა მომავალში, ისევე მიონმა იმოგზაურა მომავალში, როცა იქ მივიღეთ 16 მიკროწამი და არა 2.2 მიკროწამი. ოკეი? ეს გასაგებია, ხო? მაგრამ მოდი ახლა რამდენად შეიძლება უკან დროში. უკან მოგზაურობა დროში. ნუ ეს ყველაფერი იწყება, თავარ ეს სამეცნიერო ფანტასტიკის თვალით რო შევხვდეთ, იწყება ჰერბერტ უელსიდან, რა ვიცი, საკითხული თუ გაქვთ, იმედია გაქვთ. დროის მანქანა ძალიან ცნობილი, ყველა ცნობილი ნაწარმოებია მისი, ჩემთვისაც ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოებია. და ალბათ გინახავთ რამდენი ჩემი ფავორიტი ფილმები ესენი არიან, რომელიც დროის მანქანაზეა შექმნილი. ზედა არის პირდაპირ უელსის მიხედვით, ქვედა უკან მომავალში და 12 მაიმუნი ასევე, სადაც ნახსენებია დროის მანქანა, ნახსენები კი არა, ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ სცენა ვითარდება ამის გარშემო, მოგზაურობა წარსულში. ხო და
წინაზე მქონდა ლაპარაკი იმაზე, რომ ფრენკ დრეიკი, ერთ-ერთი ცნობილი თეორიული ფიზიკის სპეციალისტი, მან თქვა, რომ თუ ესეთი შავი ხვრელი ავაგეთ ესეთი ცილინდრული ფორმის, დავატრიალეთ, შავი ხვრელი იყო ცილინდრული ფორმის, ანუ ესე იგი იმდენად შეკუმშული, რომ შავი ხვრელის თვისებები აქვს. დავატრიალეთ, მაშინ მის გარშემო რაღაც კრიტიკული მანძილიდან დაწყებული მე რომ კენჭები გავუშვი, ის კენჭები წავლენ წარსულში. ესეთი რაღაც მიიღო, ესეთი ამონახსენი მიიღო. ეს რაც შეეხება ჩვეულებრივი ტიპის, მეტნაკლებად ჩვეულებრივი ტიპის შავ ხვრელებს. რამდენად შეიძლება რომ ავაწყოთ დროის მანქანა ჭიის ხვრელის მეშვეობით. Так, მოდი. კიდევ ერთხელ. ესე იგი, თუ ხომალდი მოძრაობს ფარდობითობის თეორია, ახლა რაც ვილაპარაკე იმაზე. თუ ხომალდი მოძრაობს გარკვეული სიჩქარით, მაშინ და მეორე ხომალდი თქვა პირობითად დგას. მაშინ მეორე ხომალდში რაც გადის დრო, უნდა იყოს მეტი ვიდრე რაც გადის მოძრავში, იმიტომ რაც ვილაპარაკე წინაზე. უფრო მეტი მანძილია იმ მოძრავს რო უყურებ და ასე შემდეგ. ამიტომ დრო მოძრავ ხომალდში გადის გაცილებით რიგ შემთხვევაში გაცილებით პატარა ვიდრე რაც უძრავ სისტემაში გადის დრო. ეს რაში გვეხმარება ჩვენ? ავიღოთ ჭიის ხვრელი. ეხლა გასწავლით ტექნოლოგიის დროის მანქანა როგორ ავაწყოთ. ავიღოთ ჭიის ხვრელი. ჭიის ხვრელს აქვს ორი ყელი, A და B პირობითად. ვთქვათ, ავამოძრაოთ A ყელი B-სკენ. ავამოძრაოთ 99.995%-ით სინათლის სიჩქარეს. ანუ თითქმის სინათლის სიჩქარეა მისი სიჩქარე. რითიც მოძრაობს B-სკენ. მაშინ თქვენ რო ადგეთ და დათვალოთ როგორი არის განსხვავება დროების, ეს ჩვეულებრივია სპეციალური თეორია ფარდობითობის, გამოვა რომ ესე იგი A-ში, როცა A-ში გავა 1 წელი, A ყელზე, მე ჩვენ გარედან უყურებთ ამ ყველაფერს. ჭიის ხვრელს უყურებთ გარედან. A-ში როცა გავა 1 წელი, B ყელში გავა 100 წელი. აი ამ სიჩქარეების შემთხვევაში. და ეხლა ერთი წამი წარმოიდგინეთ, რომ B-დან გადავიდეთ A-ში. ოღონდ უკვე ჭიის ხვრელის მეშვეობით, შიგნიდან გადავიდეთ A-ში. მაშინ აღმოჩნდება, რომ ჭიის ხვრელის მუღამი სწორედ ეგ არის, ის არის ძალიან უცნაური ობიექტი. შენ შეგიძლია შიგნიდან გაძვრე. მაშინ აღმოჩნდები, რომ შენ გაძვერი 100 წლით უკან. ანუ გაძვერი წარსულში. აღმოჩნდი წარსულში. ეს აი გავს რას? ეს გავს იმას, რომ აი თქვათ, აი მე აქ ეს ღერძი რო გაჩვენეთ. ეს იყო სივრცე. და აქ დროც არის. ხო შემიძლია მოვნიშნო ძალიან შორეული წარსული და მომავალი. და თუ და ეს რაც ახლა გითხარით ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ სივრცე შეიძლება, ანუ სივრცე დრო, მე ჩვენ ფიზიკოსები როცა ვამბობთ სივრცე დროს უკვე აღარც უყურებთ ხოლმე, ხანდახან სივრცეს ვამბობთ და გულისხმობთ დროსაც, იმიტომ რომ აინშტაინის ფარდობითობის თეორიაში ერთი და იგივეა. მე შემიძლია მოვკეცო დროითი ღერძის მიხედვით და გავაკეთო ჭიის ხვრელი, აი ესე. და გავძვრე დროში, ხო? შეიძლება. ანუ ამ ამონახსნებს თუ დაუჯერებთ, გამოდის რომ ანუ არადა უცნაური არ არის, არაფერი ამაში განსაკუთრებული არ არის. თუ შეიძლება მოღუნვა სივრცის ამ მიმართულებით, ამით რატო არ შეიძლება? ეს რა წითელი კოჭი კი არ არის. არა, ამ დროს არის. დრო მაინც არის წითელი კოჭი. უცნაური ობიექტია ძალიან, უცნაური, ანუ დრო, იმიტომ ავიღოთ ხოლმე დრო და სივრცე, რომ მაინც განსხვავებულები არიან ისინი ერთმანეთისგან. ასე რომ, კი, ეს ძალიან საინტერესო რამეა. დროში მოგზაურობა მომავალში ნამდვილად შეიძლება, სხვა შორის შემოწმებული ექსპერიმენტი. შემოწმებულია, პირდაპირ შემოწმებულია, ანუ არაპირდაპირ მიონების ექსპერიმენტი, მაგრამ პირდაპირად შემოწმებულია. წინა საუკუნის 70 წლებში NASA-მ გაუშვა ხომალდი, მრავალი მისიით, მაგრამ ერთ-ერთი მისია იყო, ესე იგი, დაამონტაჟეს, დაინსტალირეს ატომური საათები, ძალიან ზუსტი საათები. კანავერალის შტატში, საიდანაც ხომალდი გაუშვეს, 1 საათი და მეორე ატომური საათი ხომალდზე. მომართეს ერთნაირად, ჩვენება რომ ერთნაირი ყოფილიყო და გაუშვეს ის ხომალდი. ხომალდი წავიდა, მან იფრინა, მე მგონი 1-2 დღე, პირველი კოსმოსური სიჩქარით, რომელიც არის 8 კილომეტრი წამი, რომელიც სინათლის სიჩქარესთან შედარებით ძალიან პატარაა. ამიტომ დროის აცდენა უნდა ყოფილიყო ძალიან პატარა, მაგრამ ამიტომაც გამოიყენეს ატომური საათები. ატომური საათების ეტალონი 1 წამი კი არ არის, გაცილებით პატარაა და როცა ხომალდი დაბრუნდა, შეადარეს ერთმანეთს. და ხომალდში არსებული საათი
ჩამორჩებოდა დედამიწაზე არსებულ საათს ზუსტად იმ მნიშვნელობით, რაც იყო ნავარაუდები, რაც იყო ნაწინასწარმეტყველები ფაქტიურად აინშტაინის ფარდობითობის მიხედვით, ანუ მოძრავი სისტემა უფრო ასე ვთქვათ ნაკლებ დროს აღიქვავს ფსიქოლოგიურ სარგულისხმობს, აბსოლუტურად ნაკლები არის იქ დროა. დრო არის ფარდობითი ნამდვილად. ანუ მოგზაურობა მომავალში შეიძლება. და რაც შეეხება მოგზაურობას წარსულში მოგზაურობას, აი ეს რაც გითხარით, პრინციპში თითქოს არაფერი არ წინააღმდეგია, ხო, მაგრამ მოდი ახლა ეს ექსპერიმენტი ადრეს ვახსენე და ეხლაც ვიტყვი, MIT-ის ცნობილი ექსპერიმენტია ეს. MIT-ის და ჰოკინგის ექსპერიმენტი. MIT-ის ექსპერიმენტი იყო ასეთი, აი ეს 2005 წელს ჩაატარეს ერთ-ერთმა ფიზიკის დეპარტამენტში. თქვენს შეთანხმდნენ წინასწარ, თვეებით ადრე, მე ამას ვადევნით თვალყურს მახსოვს. თვეების წინ შეთანხმდნენ, რომ მოდი, აი ამ კამპუსში, აღმოსავლეთ კამპუსში MIT-ის ამადამ საათზე, ამადამ დღეს რიცხვში ველოდებით დროში მოგზაურებს. და შევხვდეთ იქ და მთელი დეპარტამენტი შეიკრიბა სტუდენტებთან ერთად იქ. და ხვდებით, რომ არავინ არ მოსულა 2005 წელს. და ჰოკინგმა კიდევ უფრო საინტერესო ექსპერიმენტი მოიფიქრა. ის უბრალოდ მივიდა რომელიღაც აუდიტორიაში, დაჯდა და თქვა, რომ თუ წარსულში მოგზაურები არსებობენ, ანუ მომავლიდან ჩვენთან მომავალი ტიპები თუ არსებობენ, მათ ხო იციან, რომ მე აქ უნდა დამჯდარიყავი და ხო იციან, რომ მე მათ ველოდებოდი, იმიტომ რომ მე ახლა დღეს ვთქვი, რომ მე მათ ველოდებოდი სინამდვილეში, მაგრამ მათთვის ხო მე წარსული ვარ, წარსული ხო იციან. და მაინც არავინ არ მოსულა. ხო და ამიტომ ესე იგი ჰოკინგიც ის იყო, რა ქვია, სკეპტიკოსი იყო დროში მოგზაურთა მიმართ, დროში მოგზაურობის მიმართ. და ამიტომ ფაქტიურად რა გამოდის? ვერ ვხედავთ დროში მოგზაურებს. და რაღაცა უნდა იყოს ამის მიზეზი, რაღაცაში უნდა იყოს საქმე. რატო ვერ ვხედავთ დროში მოგზაურობს, თუ დროში მოგზაურობა რეალურია? თუ რეალურია, უნდა ვხედავდეთ. რამე ფუნდამენტური ხო არ არის ისეთი კანონი, რომელიც ამაში გვიშლის ხელს. აი, ერთ-ერთი კანონი, ამაგად ჩაის რომ დადგავ, კი რო ადუღებ წყალს, ანუ როგორ ადუღებ, ხო? ანუ ცხელის და ცივის ერთმანეთთან შეხებისას სითბო ენერგია გადაეცემა ცხელიდან ცივისკენ, პირიქით არა. ამას ქვია თერმოდინამიკის მეორე კანონი. ეს ფუნდამენტური კანონია. სამყაროში, ამას ქვია ენტროპიის კანონი სხვანაირადაც. ესი არის ენტროპია. სამყაროში ენტროპია არის თავისუფლების ხარისხი. თავისუფლების ხარისხი ყოველთვის იზრდება, არასოდეს კლებულობს. ეს ამ ჩვენმა გენიალურმა ეგრეთ წოდებული მთავრობამ რო იცოდეს, გაიქნება. ანუ როცა ეწინააღმდეგებით ბუნების კანონს, ევოლუცია აუცილებლად გაგრიყავს და ბოლოს ამიტომ მე პირადად ძალიან პოზიტიურად ვარ მომავალზე. იმიტომ რომ თავისუფლების ხარისხი, ჩვენი სამყაროს თავისუფლების ხარისხი არ მცირდება არასდროს. ეს არის ფუნდამენტური კანონი ფიზიკის. ხო და ეხლა რატო არის ეს დროში მოგზაურობასთან კავშირში? იმიტომ რომ როდესაც უკან გადადიხარ წარსულში, ხო? წარსულში უფრო მეტი წესრიგი ხდება ვიდრე მომავალში. ძალიან მარტივია. თქვენ როცა ოთახი მიატოვოთ, თუნდაც ერთი თვით და არავინ არ შემოვიდეს, პირდაპირ გაგებით არავინ არ შეეხოს. აქ უწესრიგობა ყველა ვარიანტში მოიმატებს, თავისუფლების ხარისხი მოიმატებს, ესე ვამბობთ ხოლმე. იმიტომ რომ მინიმუმ ტვერი იქნება, მინიმუმ რაღაც, ხო? ამიტომ წარსულში რო გადადიხარ, უფრო მეტ წესრიგში გადადიხარ და ესე წინააღმდეგება თერმოდინამიკის მეორე კანონს, რომელიც ისეთივე ფუნდამენტური კანონია, როგორც ენერგიის შენახვის კანონი. ენერგიის შენახვის კანონი ფუნდამენტური კანონია. და ჰოკინგს ჰქონდა მან აჩვენა ეგრეთ წოდებული ქრონოლოგიის დაცვის მექანიზმი აჩვენა ფაქტიურად რომ მუშაობს. ეს რას ნიშნავს? მე რაც გითხარით აი იმ ვაკუუმურ ფლუქტუაციებზე. ვაკუუმში ყოველთვის წარმოიქმნება და ქრება, წარმოიქმნებიან და ქრებიან ნაწილაკები, ხო თქვი? მაგრამ თუ დროში მოგზაურობა არსებობს, თუ ეს მუდმივი ციკლი არსებობს, ანუ დროის მანქანაში გულისხმობ ვაკუუმს. მაშინ იქ წარმოქმნილი ნაწილაკები ვაკუუმში მუდმივად ყოველი ციკლის მერე ემატებიან. და თუ ემატებიან, მაშინ ესე იგი მათი რაოდენობა იმდენად გაიზრდება, რომ ენერგია გახდება უსასრულობის ტოლი ძალიან მალე. და არაფერი არ შეიძლება იყოს უსასრულობის ტოლი, იმიტომ რომ სამყაროს არ გააჩნია მაგ ხელე ენერგია მინიმუმ სამყაროს და მით უმეტეს იმ რაღაც ლაბორატორიას. ამიტომ ეს რაღაც აი ეს რამდენიმე ეს ორი ამ შემთხვევაში ფაქტიურად ამბობს იმას, რომ ხო, დროში მოგზაურობა წარსულში ამ როგორც ჩვენ გვესმის ფიზიკა შეუძლებელია.
და მაინც ფუნდამენტურად ვიტყვი, რომ ერთ-ერთი მთავარი ვთქვათ ესა მომენტი აქ არის ენტროპიის კანონი, ანუ ენტროპიის ზრდის კანონი. კიდევ ერთხელ, სამყაროში უწესრიგობის ხარისხი, ანუ თავისუფლების უწესრიგობა, თავისუფლება ეს სინონიმებია ქართულ გარემოსთან კარგად იმაშება. ჩვენს ხო გვიყვარს ეს უწესრიგობა და თან თავისუფლებას გვიყვარს. თავისუფლების ხარისხი არ შემცირდება არასდროს, ყოველთვის ზრდადია. თან აქ ამაში გვეხმარება ის, რომ სამყარო ფართოვდება, ან გლობალურად, ხო? გაფართოებადია. ამიტომ უფრო და უფრო მეტ არეალს იკავებს, მოდი ესე ვთქვათ, მოცულობა მისი უფრო დიდი ხდება და ამიტომ თავისუფლების ხარისხი უფრო მეტია. ამიტომ ეს არის ფუნდამენტური კანონი კიდევ ერთხელ. და ეს უშლის ხელს დროში იქით მოგზაურობას. მომავალში შეიძლება. დამტკიცებულია და ვიცით რომ ესია. ხო, ჯერ არ აღმოგვიჩენია ჭიისხვრელი თუ რომც არსებობდეს არ ნიშნავს რომ დროში იმოგზაურებდით თქო მაგის თქვა მინდა. მაგრამ თუ არსებობს ძალიან საინტერესო რამეების მომსწრე შეიძლება ვიყოთ, თქვათ ცაზე, ძალიან უცნაურად უნდა გამოიყურებოდეს ის უბანი, სადაც ჭიისხვრელი არის. ამიტომ ეს კი არის ძალიან ეგზოტიკური ობიექტი, რომელიც არ აღმოგვიჩენია. შეიძლება ვერც აღმოვაჩინოთ, თუ მართლა არაფიზიკურია, მაგრამ შუა პერიოდის აი კვლევის ეტაპზე შეიძლება იმდენი ბევრი საინტერესო რამე აღმოვაჩინოთ, რომ თუნდაც რაც გითხარით CERN-ში სანამ ეძებდნენ ჰიგს და სანამ ჰიგსი იყო ნაპოვნი, იქამდე გვაჩუქა CERN-ის საზოგადოებამ სოფლიოს ინტერნეტი გვაჩუქა და 3W. ხო, აი რაღაც ესეთი ფუნდამენტური კვლევები არის ძალიან ესეთი სისხლივით კი არა და წყალივით აუცილებელი ცივილიზაციისთვის. ჩვენ თუ ვართ დედამიწელები გლობალურად, თუ ვართ ცივილიზაცია. შემდეგი ლექცია იქნება კოსმოსური გიგანტური სიმები და ამით დავამთავრებ ჩემს ლექციათა ციკლს და დიდი მადლობა. კითხვები? დიახ. ხო, მეც გავიმეორებ. ესე იგი, კითხვა არის, შეიძლება ვხედავდეთ ესე იგი ვარსკვლავებს ჭიისხვრელის მეშვეობით, ხო? ეგ არის კითხვა? ოღონდ ის ვარსკვლავი იყოს მეორე მხარეს? იქიდან გვიყურებდეს? სავარაუდოდ არა. იმიტომ რომ დიდად სავარაუდოდ ერთადერთი რაც შეიძლება იქიდან აქ ნახოთ, თუ იქიდან გამოძრა შენკენ. ეგ შეიძლება. ანუ რაზეც ვლაპარაკობდი ხა ჭიისხვრელზე. მაგრამ ეს არ არის პირდაპირი მილი, მაგის თქვა მინდა. სადაც გაიხედები როგორც ჭოგრიჩი. არა. ამიტომ პირდაპირ ეგრე ვერ დაინახავ. ხო? ანუ ეგ არის ფაქტიურად დროში მოგზაურობა წარსულში? თუ პირიქით. ენერგეტიკულად შეიძლება ასაზრდოებდეს, აბა რა, ეხლა მე ის რაც მოვიყვანე აქ თუნდაც აი ეს. სად იყო? ანუ ახალი სამყარო კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ. სხვა სამყაროდან ჩემ სამყაროში თუ ჩემი სამყარო სხვა უბნიდან ჩემ უბანში? კი, მაშინ შეიძლება. მაშინ შეიძლება. კი. გააკაჩინო შეიძლება, კი. თუმცა ეხლა ობიექტურობისთვის ეგეც უნდა ითქვას, რომ ეგეთი სცენარი აი ეს ბრანები, ცალკეული ბრანები მათ შორის, ეგეთი სცენარი ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია უკვე იმ ფიზიკით, რაც ვიცით. ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია. კიდევ გაკითხვა? ხო. არ გვეშინია ვთქვა 100%. უსასრულო ენერგიის. ანუ ყველაზე პატარა მასის სხეული რაც კი არსებობს, ყველაზე მცირე მასის, ვთქვათ, ელექტრონი არ არის, კიდევ უფრო ნეიტრინო, ყველაზე პატარა მასისა, ანუ ამ ეტაპზე. ისიც კი რომ მიიყვანო სინათლის სიჩქარემდე ზუსტად გჭირდება უსასრულო ენერგია, რომელიც სამყაროს არ გააჩნია. სამყაროს ენერგია სასრულია და უსასრულო კიდე უფრო მეტია, ხო? აბა რა, ანუ მაგიტომ არ შეიძლება სინათლის სიჩქარე კონდეს ნებისმიერ სხეულს, რომლის მასა განსხვავებულია ნოლისგან, უძრაობის მასა, როცა უძრავ მდგომარეობაშია. შეიძლება პირიქით თქვა, რომ სამყაროს ფიზიკა დამოკიდებულია იმაზე, როგორია სიჩქარე. ანუ ცოტა კვერცხის და ქათმის ვარიანტია, მაგრამ მოკლედ ეს სიჩქარე, როგორც ფუნდამენტური სიჩქარე, აი სინათლის სიჩქარე არის, რახან არის ასეთი, ამიტომ არის ჩვენი სამყარო ასეთი. ანუ ვერც ერთი სხეული, ვერც ერთი რაგინდ მცირე მასის ვერ მიიღებს სინათლის სიჩქარეს. ამისთვის დაგჭირდება ენერგიის რეზერვუარი უსასრულოდ დიდი, რომელიც არ გააჩნია სამყაროს. სამყაროს ენერგია სასრულია. რაღაც დიდი რიცხვია, მაგრამ სასრულია. უსასრულობა არ არის. ეგეც ფართო გაგებით უნდა შეხედო. ეგეც არის იმ ჰიპერსივრცის ნაწილი, ესე ვეძახით ხოლმე ჰიპერსივრცე. ეგეც ამ სივრცის ნაწილია.
ის ჭიის ხვრელი თვითონ ეგზოტიკური ტიპია ეგუბანი. მაგრამ ეგეც ჩვენი ანუ ეგეც ამ სივრცის საერთო სივრცე დროის ნაწილია, მაგას ვამბობ. ანუ რა არის? ნაწილია, სადაც შეგიძლია სხვა შორის გაიარო. პირდაპირ გაგებით, აი აქ რომ მქონდა ის პირველი სლაიდი, აი ეს. აი ეს, ნუ შეგიძლია შეხვიდე. უბრალოდ, ანუ ესე კი თქვი ძალიან მარტივად, მაგრამ უბრალოდ ჩვეულებრივი ობიექტი არ არის. ჩვეულებრივი მილი არ არის და სადაც გაიხედები აი ეს კითხვა რო იყო, რომ დავინახავთ, არა, ჩვეულებრივი მილი არ არის. ძალიან ეგზოტიკური მილია, სხვანაირი. კითხვა იყო რაღაც. კითხვა იყო კაზიმირის ეფექტშიო, ეს ნაწილაკები მათი დანახვა შეგვიძლია თუ არა? დანახვა ნიშნავს რას? რაიმეს დანახვა ნიშნავს გაზომვას, ანუ დეტექტირებას. და ეს დეტექტირება მეტი რა გინდა? ესე იგი, ეს ორი ფირფიტა რო აიღე და გაზომე მათ შორის ძალა, ეგ არ არის რომ დაინახე, ესე იგი, იმ ნაწილაკების არსებობა. ანუ თუ პირდაპირ გინდა რომ დაინახო, მაშინ ცოტა სხვანაირი ექსპერიმენტი უნდა დადგა. ეგეც შეიძლება. მაგრამ ამ შემთხვევაში ამ ტიპის ექსპერიმენტში არა, ამ ტიპის ექსპერიმენტში დანახვა ნიშნავს აღმოაჩინო რომ ფირფიტები ერთმანეთს მიიზიდავენ და ეგ გაზომილია. ზუსტად ემთხვევა იმ თეორიულ ფორმულას, რომელიც გამოიყვანა კაზიმირმა. დიახ. კვანტური გადახმართულობა საერთოდ არ ამგონია რამე ისეთი განსაკუთრებული და მით უმეტეს ესეთი ფუნდამენტური რომ აღმოჩნდეს რაღაც ამხსნელი ამ რაღაცეების, არა. კვანტური გადახმართულობა სხვა რამეა ცოტა. ანუ კვანტური გადახმართულობა არის რაღაც ფიზიკური სიდე ინახება, თქვა სპინი, თუ ეს ორი ნაწილაკი მოვამზადე. კითხვა იყო კვანტური გადახმართულობა რამდენად შეიძლება იყოს ახსნა რაღაც ახალი ფუნდამენტური ურთიერთქმედებების, ხო? გაერთიანება მით უმეტეს, ეგ არის ჩვენი ამოცანა ფაქტიურად. თქვათ მე ავიღე დაუშვათ ორი ნაწილაკი, მოვამზადე ორი ნაწილაკი ისე რომ ერთის პირობითად სპინი ესე ვეძახით ხოლმე, ბრუნვითი მომენტი იყურება ზემოთ, თქვათ მეორის ქვემოთ, მოვამზადე და გავუშვი ძალიან შორს ერთმანეთს, რომ ისე რომ ერთმანეთთან კავშირი არ გაწყვიტეს ბჭყალებში. ეს კავშირი არ გაწყვიტეს ნიშნავს აი იმ გადახმართულობას. და მე თუ ერთ-ერთს ამოვატრიალებ თქვათ არიან ძალიან შორს ერთმანეთისგან 100 მილიონი სინათლის წელი. მეორე არის თქვათ ანდრომედას გალაქტიკაში. თქვათ ერთი ამოვატრიალე. მეორეც ამოტრიალდება. და ეს გონიათ ხოლმე რომ რაღაც ინფორმაცია გადავეცი. არაფერი ინფორმაციის გადაცემა არ არის. ინფორმაცია გადავეცი, როდესაც ამ ნაწილაკებს ერთმანეთს ვაშორებდი და ვაშორებდი ძალიან ნელა. ანუ სინათლეზე გაცილებით ნაკლები, ანუ უბრალოდ ნაკლები სიჩქარით. და ის რომ ეს ამოტრიალე და აქაც ამოტრიალდა, ნუ ეს არ არის. ეს არის შენახვის კანონი. ანუ ეს არის როგორ კონვერტი რომ მოგცეთ, ანუ რომ ავიღოთ კონვერტი, შევთანხმდეთ წინასწარ, რომ ერთ კონვერტში არის თქვათ არის წითელი კენჭი, მეორეში შავი. და წავიღოთ ძალიან შორს. და თქვენ ხართ თქვათ ანდრომედას გალაქტიკაში. და თქვენ გახსენით, მე დავიტოვე მეორე კონვერტი. და თქვენ გახსენით და ხედავთ რომ იქ არის წითელი კენჭი. ხო უცბად მიხვდით ჩემთან რომელი იყო. ეგ არის ფაქტიურად, ანუ არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ არის. გისმენთ კიდევ თუ გაინტერესებთ რამ თუ დიახ. ხო და მე გავთქვი რომ არ ხდის. ფლათ არ არის ეგრე. მიზეშედეგობრიობა ირღვევა და რომ ირღვევა, ამიტომაც რომ არ უნდა ირღვეს. ხო, ზუსტად. როგორ? პარადოქსი არ არის, პარადოქსი არის რაც მართალია, მაგრამ გეჩვენება. ეგ ზუსტადაც რომ წინააღმდეგობაა. ანუ დიდად სავარაუდოდ დროში მოგზაურობა შეუძლებელია მრავალი მიზეზის გამო. ერთ-ერთი რაც თქვი, ფუნდამენტური მიზეზი არის აი ეს, სად არის? აი ეს კანონი. ნახეთ? თერმოდინამიკის მეორე კანონი. აი ეს. რომ უნდა თავისუფლების ხარისხი იზრდებოდეს სულ და შენ როცა წარსულში მიდიხარ თავისუფლების ხარისხს სამცირებ. რაც თერმოდინამიკის მეორე კანონს, ფუნდამენტურ კანონს ეწინააღმდეგება. ანუ როცა რამ ეწინააღმდეგება ხოლმე ენერგიის შენახვის კანონს, ვამბობთ რომ ესე იგი ეს პროცესი არ წავა, ეწინააღმდეგება. ისეთივეა ესეც. ხო, უკან დაბრუნდე. ხო, გამოდის რომ ცალმხრივი, ანუ ესეთი უცნაური ცალმხრივი სიყვარულია დროში მოგზაურობაში რა, მარტო იქით შეგეძლია წახვიდე და უკან ვერ წამოხო. ხო, ეგრეა. დიახ. ერთი მომსთან კავშირში რატოა? ხო. პრინციპში ძალიან კაი კითხვა. ანუ ერთი მხრივ შავი ხვრელი არის ობიექტი, რომელშიც თუ გარედან უყურებთ დიდად ამას ვერ დაინახავთ, მაგრამ თუ შიგნით ვარდებით თქვენ. ხო, სხვა ყოველთვის არ არის შავ ხვრელს ჩავარდნა, გააჩნია შავი ხვრელი რამხელა ზომისაა, რაც უფრო დიდია, უფრო ადვილად გადაიტანთ რა. და თუ შავ ხვრელში ვარდები,
საკმაოდ სასრულ დროში შენი საათით აღმოაჩენ რომ აღმოჩნდები ადგილზე ან წერტილში ან დროში მომენტში როცა ყველაფერი დაიშალა განულდა შავი ხვრელის ზომა განულდა ცენტრში მიხვედით მარტივად რო თქვათ ესე უხეშად რა ხო და ახლა კითხვა ეგეთია რომ თუ ეს არის შავი ხვრელის და თეთრი ხვრელის შეერთება ხო არ არის პირდაპირ გაგებით შავი ხვრელის იმ სტანდარტული შავი ხვრელის შეერთება სტანდარტულ თეთრ ხვრელს. ეს არის ახალი ამონახსენი, რომელიც აქედან გავს შავ ხვრელს, იქიდან გავს თეთრ ხვრელს. პრინციპში დამაჯდა რომ მეთქვა, კაია რომ შემახსენეთ. სხვანაირი ამონახსენი აქვს. მას შიგნით სინგულარობა არ გააჩნია. ოკეი? ძალიან ჩვეულებრივი შეიძლება იქ გაიარო პირდაპირ გაგებით, ხო? კიდევ? დიახ. აი ეს ხო? ეს მეტრიკა, ეს ჩვენ ვამბობთ ხოლმე მეტრიკა, ესეთი მეტრიკა უკვე ნიშნავს რომ არის ჭიის ხვრელი. სინონიმია. შემიძლია გაჩვენოთ ნახატი ამ სახით და შემიძლია დაგიწეროთ ფორმულა ამ სახით. ზოგს ისე ურჩევნია გეომეტრიულად და ზოგს ასე ურჩევნია ქვემოთ. ქვემოთ აი ესე გამოიყურება იმ მარტივი გეომეტრიული ფიგურის მათემატიკური ფორმულირება ასე გამოიყურება. ეგ სინონიმებია. მათემატიკური არა, მოგვიწევს ის რაც თქვი, უნდა ისეთი ნივთიერება ბჭყალებში დავამზადოთ, რომლის სიმკვრივე ორყოფითია. და ახლა ეგ ყოველ ჯერზე არ ხდება კი არა, საერთოდ არ ხდება ჩვენს გარშემო არსად. ამიტომ რაღაც ეგზოტიკური რაღაცაა საჭირო. ამიტომ ეგეთი ჭიის ხვრელი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ძალიან ეგზოტიკურ პირობებში თუ შეიძლება შეიქმნას და გითხარით ინფლაციის დროს ან რა ვიცი ძალიან ზეგანვითარებული ცივილიზაციის მიერ რომელსაც უკვე აქვს ეს ტექნოლოგია ძალიან აწყობილი კარგად ხო რთულია ჩვენ დღევანდელი გაგებით არ შეგვიძლია ნახდათ მაგრამ არ კრძალავს არაფერი რომ ეგეთი რამე ხო ეგ დროში მოგზაურობაზე რო ვთქვი რომ ეს ამას კრძალავს ფუნდამენტური კანონი მაგას არ გრძალავს არაფერი. შეიძლება ეგეთი ნივთიერება პრინციპში შეიძლება, არაფერი წინააღმდეგობა ფუნდამენტური არ არის, რომ ეგეთი ნივთიერება ააწყო რამენაერად ეგზოტიკურად, აი კაზემირის ეფექტით და ასე შემდეგ, ან რამით. კიდევ თუ არის კითხვები? კითხვა იყო, შეიძლება თუ არა ძალიან ზეგანვითარებულმა ცივილიზაციამ შექმნას ხომალდი, რომელიც მოძრაობს სინათსიჩქარის ან მასთან ძალიან მიახლოებულით. პირველი არა, გამორიცხულია. სინათსიჩქარე რომ კონდეს, საჭიროა რომ ჩადოთ ენერგია უსასრულობის ტოლი. უსასრულობის ტოლი, დიდი ენერგია არა. დიდი რიცხვი არა, უსასრულობის ტოლი, პირდაპირ უსასრულობა უნდა იყოს. ხოლო რა გინდა ახლოს შეიძლება? თეორიულად შეიძლება. რა გინდა ახლოს სინათლესთან, ეგ შეიძლება. მაგისი სხვა ესეთი თეორიული ვარიანტები არსებობს, აი NASA-ში რაღაც თეორიული კვლევები რო არის, იქ აკეთებენ ხოლმე მაგას მაქსიმუმ რამდენით შეიძლება, თქვათ მივახლოვდეთ მეტნაკლებად რეალისტურად სინათლისჩქარეს. შეიძლება. ზუსტად სინათლე არ შეიძლება არანაირად გამორიცხულია. ეგ მარტო სინათლე ეგეთი. წითელი გოჭი, რომ შეუძლია რომ იმოძრაოს თავისი იმ სიჩქარით. კიდევ კითხვები? დიახ. ცოტა ხმა მაღლა? ხო, კაი კითხვა. ალბათ. იმიტომ რომ ის ყელი იმდენად სწრაფად იკეტება და იმდენად თან რამდენად სწრაფად გეტყვით. პირობითად სინათლისჩქარის სწრაფით იკეტება. და ისეთი არის სიტუაცია, რომ მარტო სხეული კი არა, სინათლეც კი ვერ მოასწრებს გასვლას. ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში. და კი, იქ არის ეს ჩაკეტვა ნიშნავს, რომ წნევა ხდება, ბოლოს ხდება უსასრულოდ დიდი. ძალიან დიდი ხდება მინიმუმ და ამიტომ კი, იქ ყველაფერი რაც კი შევა, არასტაბილურში განადგურდება. როგორ გითხრათ ესე მარტივად, მარტივი გეომეტრია წარმოქმნის, აი როგორც თქვი, რომ ძალა ხომ არის სინამდვილეში გეომეტრია. გრავიტაციული ძალა არის გეომეტრიის შედეგი, გამრუდების შედეგი. იქაც ჭიის ყელი გამრუდებულია. და რაც უფრო გამრუდებულია, მით უფრო დიდია ძალა გარედან, შიგნით. გეომეტრიის ეფექტი არის, რომ უნდა ჩაიკეტოს აუცილებლად. ერთადერთი რამშველის თუ შიგნიდან არის რამე უკუწნევა და ეგ იყო რაც ვილაპარაკე კაზიმირის ეფექტზე. ერთადერთი რამე. თორე ეგ, ის ეფექტი რომ მას უნდა შეკუმშვა, ეგ არის წმინდა გეომეტრიული ეფექტი და ეფექტურად ძალა არის ეგ. დიახ, ეგ ავთქვი ზუსტად. სწორი კითხვაა, სწორი შენიშვნა. შეგვიძლია თუ არა, შიგნით რამე ჩავდოთ ისე რომ ხელი შეუშალოს. შეიძლება, ეგ არის კაზიმირის ეფექტი, რომ რამენაერად უკუწნევა შექმნა შიგნიდან.
თუ აი ეს რაც გითხარით, უარყოფითი სიმკვრივის ნივთიერება თუ შევქმენით, კაზიმირის ეფექტით მაგალითად, კი შეიძლება დაასტაბილუროს ჭიის ხვრელი. კი. მაშინ სტაბილური იქნება ჭიის ხვრელი. უბრალოდ ერთი პრობლემა აქვს იმ ვერსიასაც. ჯერჯერობით სხვა ვერსია არ ვიცით. რომ კაზიმირის ეფექტი კვანტური ეფექტია და შესაბამისად ძალა პატარაა. ამიტომ ის ჭიის ხვრელიც კვანტური ჭიის ხვრელი შეიძლება და აი დიდი ჭიის ხვრელი ჯერჯერობით არ ვიცით. ტექნიკურად არ ვიცით. არაფერს პრინციპულად არ ეწინააღმდეგება, უბრალოდ არ ვიცით, როგორ გავაკეთოთ. ხო, კითხვა იყო თუ იქით გასაგები არა ეს ჭიის ხვრელის მეშვეობით შეიძლება სხვა სამყაროში მოგზაურობა თუ არა. სხვა სამყაროში გულისხმობ ეხლავე, აი, ნახეთ. აი შეხედეთ. თქვათ სამყარო არის ორგანზომილებიანი, სივრცე არის ორგანზომილებიანი. ანუ ერთი ფურცელი. ხო? და ამ ფურცელზე ცხოვრობს ხალხი, ბრტყელი ხალხი. ნუ წარმოდგენა არ აქვს რომ სხვა ფურცლებიც არსებობს. არა ხო შეიძლება სხვა ფურცლებიც არსებობდეს. დიახ. ამ შემთხვევაში მესამე და ჩვენ შემთხვევაში ახლა ლაპარაკობთ მეოთხე სივრცითი ან კიდევ უფრო მეტი. ხო და მაგას გულისხმობს ზუსტად რომ შეიძლება ამათ შორის კავშირი იყოს ჭიის ხვრელით. ანუ სამგანზომილებიანი სივრცე მეორე სამგანზომილებთან დაკავშირებული არის მეოთხე განზომილებით, ხო? დიახ, ზუსტად ეგ, ხო, ეგ არის. მაგრამ თავისთავად ასეთი მოდელი ჭიის ხვრელი რო გამორიცხო. უბრალოდ ესეთი ფურცლოვანი მოდელი, ბრანები ქვიათ ამას, ან ესე იგი brain model ქვია. ეგეთი მოდელი გამოიყენება ფიზიკაში, არსებობს, მოსაზრებები საკმაოდ ბევრი თეორიულ ფიზიკოსებს შორის, რომლებიც ამაში მუშაობენ, რომ კი შეიძლება სამყარო იყოს მრავალფურცლოვანი ესეთი, ანუ ჩვენ არ გვაქვს იმათთან კონტაქტი, მათ ჩვენთან, მაგრამ შეიძლება მათი გავლენა ჩვენზე რაღაცნაირად იყოს. ვთქვათ, იქ თუ ძალიან ძლიერი მასის, დიდი მასის შავი ხვრელია, ჩვენ შავ ხვრელზე გრავიტაციულად იმოქმედებს და რაღაც უცნაურობას დავინახავთ. ანუ იქიდან ვიღაცა მოქმედებს ჩვენზე, ანუ ოღონდ საიდან, რომელი იქიდან? კი, ეგ შეიძლება. სრულად შესაძლებელია. დიახ. როგორ? flatland, ხო, ეგ არის ზუსტად, აი რაც ვილაპარაკე ეს არის. flatland-ი, კი, ეგ არის. დიახ, ზუსტად ეგ არის. ხო, ეგ flatland-ია, ძალიან კაი ნაწარმოებია, ხო. კი. დიდი მადლობა. კარგად.